საერთო ჯამში ჩემს მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 750 მილიონ აშშ დოლარს, რაც უნდა მოხმარებოდა მსხვილი პროექტების ამუშავებას და დასრულებას. ესენი იყვნენ ზესხოს ბუდიში? კი, ეს ისეთი ციფრი იყო, ნამდვილად გეუბნებით. აი, ვამბობ, ეს შემდეგ გამოყებული იყო, ოქმი გაფორმებული იყო. ამას მოგიყვებით ახლა, აქვე. ზესხოს აქედან მსხვილი პროექტები, რაშიც პირველი იყო ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ზესხოს საბადოს ამუშავებას 20 წლის ვადით, სადაც 2000 კაცამდე დასაქმდებოდა და გზები დაიგებოდა. ქობულეთის პარკის პროექტის დასრულება, რომელზეც მოგახსენეთ. ავლაბრის პლატოზე ელიტური ბუტიკ სასტუმროს დასრულება და სხვა მცირე პროექტები. საერთო ჯამში 5000-მდე საქართველოს მოქალაქე უნდა დასაქმებულიყო, რომლის დამადასტურებელი ორმხრივი ხელმოწერილი მემორანდუმი ჩამორთმეულ და დალუქულ ოფისიდან ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული. მოგვიანებით ციხეში გავიგეთ თუ რატომ მქონდა რეჟიმს კარგი საინვესტიციო პირობები. უდავოა რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები უნდა ჩამედო, რომ შემდეგ დავეჭირეთ და წაერთვათ. ალბათ ეს მარტო ჩემს მიმართ არ იყო, რა თქმა უნდა, მე კარგად გავიგე. ცნობილია რომ ეს სააკაშვილის რეჟიმის კარგად დამუშავებული მეთოდი იყო. ხალხის გაღატაკება, სამშობლოდან იძულებით გაძევება პურის ფულის შოვნისათვის და უცხოერების მასიური შემოყვანა და მოქალაქეობის მიცემა და რისთვის? ალბათ იოლი მმართველობისათვის. მე კი ჯერ აფხაზეთიდან საშუალო სკოლის შემდეგ რუსეთში წავედი და რუსეთიდან 40 წლის შემდეგ ოცნებად მქონდა საქართველოში გადმობარგება და დაფუძნება. რეჟიმმა კი ეს რა თქმა უნდა იცოდა და არა მარტო ეს, მან იცოდა ჩემი წარმატებული მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა. მე კი დიდი გულისხმევით და ენთუზიაზმით დავიწყე ევროპიდან საქართველოში მსხვილი ინვესტორების ჩამოყვანა. რეკლამას უწევდი ჩემს მიერ შეძენილ და სხვა საინვესტიციო პროექტებს. რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და შედგა მემორანდუმი აი ამ თანხაზე 750 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში და მეორე დღეს ამ შეთანხმების აღსანიშნავ 60 კაციან ბანკეტზე რესტორან ბაბილოში, სადაც დარეგისტრირებული ახალი კომპანიით და სხვა დოკუმენტებით მივედი 10 სპეცდანიშნულების მანქანით და პაპარაციების თანხლებით უცხოელ ინვესტორების წინაშე დამაპატიმრეს. ალბათ იცოდა მათ გუნდმა, რომ დიდი დრო არ ქონდათ დარჩენილი და არ დაელოდნენ ამ ინვესტიციას და იქიდან დაიწყო შემდეგ ჩემზე ყველაფერი ეს ქმედებები. დაპატიმრება და წამება. შემოვიფარგლები, რა თქმა უნდა, მაგრამ დაპატიმრებამდე, როგორც ეკონომიკის მეცნიერება და დოქტორი და პროფესორი, მოსკოვის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ვიყავი და ამ პოზიციიდან 3 დღე საქალაქო განყოფილების საკანი და პირველი მოლოცვა. ამ საკანში ნარჩემაშვილი იჯდაო. კარგად ამყოფოს ღმერთმა, სადაც არის. საკანის სქელი მტვერის ფენით იყო დაფარული და რომ შევედით ხელსაბანზე წამოწოლებმა პატიმარმა მითხრა: ნელა შემოდი, თორემ მტვერში დავიხრჩობითო. დილით დამლაგებელი შემოდიოდა ცოცხით. ცოტა წყალს მიაშურებდა ბეტონის იატაკს. მტვერს მიხვეთ-მოხვეტავდა იქით-აქით და მტვერით სავსე პატარა საკანში კერჩით სვირჩაყოფილები ველოდებოდით მიწის მიზიდულობის კანონს. აქედან დაიწყო ჩემი წამება. შემდეგ ისევ მომილოცეს, რომ ციხეზე გადავყავდით და 11 დღე ამას ჩქარად წავიკითხავ. ბატონო, პირველი რაც მოყევით ეს ხდება მოდულში, როგორც მევხვდი, ხო? ეს საქალაქო განყოფილებაში. თბილისის საქალაქო განყოფილებაში. თბილისის საქალაქო. ეს 3 დღიანი წინასწარ დაპატიმრების ისა რა ქვია, ეს რას უწოდებ? ხო. შემდეგ ისევ მომილოცეს, რომ ციხეზე გადავყავდით და 11 დღე კარანტინში გავატარე. კარანტინის საკანი 18 კვადრატული მეტრი, 40-ზე მეტი კაცი, შმორის სუნი, ერთმანეთში კამათი. აქედან რომელიმეს გარეთ გაყვანა და საწყალის ბღავილი, საჭმელი მხოლოდ პური და ონკანის წყალი. გინება
შეუწყვეტავი ცემა ტყეპა, შემზარავი ხმამაღალი საუბრის ზმუილი და უცებ რკინის კარებზე გარედან რაღაც მძიმის დარტყმა და როგორც ბომბის ხმა, სრული სიჩუმე 3-5 წუთი. და შემდეგ ეს ყველაფერი თავიდან. 40 გრადუსიანი სიცხე, წყლით სავსე ბუშტები პატიმრების ტანზე და ხელებზე. ჩამოჯდომა მხოლოდ 7-8 კაცი და ამისათვის საათობით რიგი. ასეთგვარ ფაქტებზე სხვებმაც ბევრი ილაპარაკეს. საინტერესოა, მხოლოდ ერთი დღე რომ გაატაროს სააკაშვილმა ასეთ პირობებში, მიხვდებოდა რა მეს, რა ჩაიდინა და რა გაუკეთა ქართველ ხალხს და საქართველოს და ქართველებს. ერთ დღესაც ჩამიყვანეს, სადაც ახალ დაჭერილები შემოჰყავდათ. იქ მომათავსეს. 1 მეტრონახევრიან ფეხზე დგომით საკანში, სადაც 4-5 საათი 5 საათამდე ვიდექი. ნახე შემოიყვანეს 25 წლის ეს ისე იყო განლაგებული საკანი, რომ აი წინ დიდი დერეფანი იყო ფართე, სადაც ერთი მაგი დაიდგა და იქ ეგრეთ წოდებული, არ ვიცი ექიმი თუ ვინ იყო, თეთრი ხალათი ეცვა და უნდა გაესინჯა ახლად შემოყვანილი. ვნახე შემოიყვანეს ეს ახალგაზრდა 25 წლის მამაკაცი, მეც შემოწმების დროს რაღაც წუნი აუღეს და წრეში მოქცეული 10-მდე ბადრაგმა. მთელი ძალით და ღონით დაუწყეს ცემა. სცემდნენ სანამ საწოდავმა რეაგირება ნარტყამზე არ შეწყვიტა. მხოლოდ ყრუ ხმა მესმოდა მისი სხეულიდან. მე წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი, გისოსებთან უნდა მდგარ ვიყავი და მეყურებინა. დაღლილ დაქანცულ ფეხზე დგომით, თვალებ დახრილი გისოსებზე ხელჩაჭიდებული, ფეხის დარტყმამ, რამაც თითები დამიზიანა, შოკში ჩამაგდო და ციხის ოფიცერმა მიყვირა. თუ საჭირო იქნება, შემდეგ შემეკითხეთ და გეტყვი ზოგიერთის გვარები, რა თქმა უნდა ვიცი. უყურე ბიჭო, უყურე, ვარესი მოგივა თუ არ აღიარებ დანაშაულს. ის საწოდავი კი ერთი ბადრაგის სიტყვების შემდეგ მე მგონი ნამეტანი მოგვივიდაო, დაიბრიდა მაგისიო, შემდეგ ფეხებზე ჩაჭიდებული ორმად წაათრიეს კორიდორში, რამაც სისხლის რამოდენიმე სქელი კვალი დატოვა. სასამართლოში წაყვანა, მიახლოებით ერთი კვირა-კვირანახევარში მომიწევდა. ეს საინტერესოა, შემდეგ მივხვდებით ბოლოში რატომ, იმიტომ რომ მე ორივე საქმე, სამოქალაქო და სისხლის საქმე ორივე გახსნილი იყო და ამიტომ მიწევდა ძალიან ხშირად სასამართლოში სიარული. ეს პროცესი დილით 6 საათზე იწყებოდა, გინებებით და შეურაცხყოფებით. წაყვანის დროს გავივლიდით კორიდორში, სადაც უნდა გვენახა. წარმოიდგინეთ, წელს ზემო შიშველი მამაკაცი, ხელებ და ფეხებ გაშლილი გულაღმა რკინის ბორკილებით გაკრული ბეტონის იატაკზე და თავზე ჩაფხუტით. ჩემთვის ეს შემზარავი იყო, როგორც სხვებისთვის, რა თქმა უნდა. და როცა ერთ პატიმარს ვკითხე, ჩაფხუტი რა თუნდა მეთქი. არ მესმოდა ჯერ ეს ამბავი, ახალი ვიყავი იქ. ასე მიპასუხა, თავი რომ არ დაიზიანოს მოიკლავდა. მეც მქონდა ასეთი, ახლა, როდესაც იქ ადვოკატებს ველოდებოდი, ვიფიქრე რომ თავი უნდა დავარტყა და უნდა გავითიშო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. შემდეგ შემოწმება. ყველას გვაშიშვლებდნენ და თუ შეაგვიანებდი, კისერში წარყმა იყო, გინება და ცემა. ავტობუსში ჩასხდომამდე იგივე პროცედურები. ავტობუსში რამოდენიმეჯერ პატიმრების სიმრავლისაგან ცალფეხზე ვიდექი და ძლივს ვანაცვლებდი ერთი მეორეს. შემდეგ სასამართლოს სარდაფები 60 კაცამდე, შემჭიდროებულად და შემდეგ სასამართლო პროცესი 3-4 საათზე. წარმოიდგინეთ, 6 საათიდან ეს ყველაფერი, სასწავლი რაღაცა და შემდეგ ჩემი სასამართლო პროცესები პრაქტიკულად თითქმის ყველა იყო დღის მეორე ნახევარში. ერთხელ ჩემი მოწამვლის შემდეგ, ამაზე არ ვილაპარაკებ, მედიცინური ყველაფერი დასკვნები წამოღებული მაქვს, თუ შემდეგ გექნებათ ამის სურვილი, ამას დაგიტოვებთ. ჩემი მოწამვლის შემდეგ სასამართლოს სარდაფებში სირბილით უნდა გამევლო ბადრაგთა კორიდორში.
ჩქარა სიარული უკვე აღარ შემეძლო 90 კილოგრამიდან ალბათ 65 კილო ვიქნებოდი. ამ დროს ვიღაცამ უკნიდან შემაგინა და კოკა-კოლის 2 ლიტრიანი სავსე პლასმასის ბოთლი მესროლა, რომელიც მარჯვენა მხარზე მომხვდა. რამოდენიმე მეტრი წინ გადავარდი ბეტონის იატაკზე და აუტანელი ტკივილი ვიგრძენდი. შემდეგ მომასულიერეს, ცალკე, ეგრეთ წოდებულ ფუქში გამათრიეს. მომაწესრიგეს და მოსამართლესთან შესახვედრად გამამზადეს. და ყველაფერი ამის შემდეგ მანტიით შემოგარსული, კეთილი სახის, მოსამართლე და ტელეფონებით ხელში მოსაუბრე ბედნიერი პროკურორები. პროკურორის გვარიც ვიცი და რა თქმა უნდა მოსამართლესაც. ეს ჩემს იმაში ყველაფერი არის. მთელი თვის განმავლობაში ადვოკატებთან 2 პატიმარზე დაყრდნობით გადავყავდი. მაგრამ როდესაც თავისუფლებაზე გამოვედი დიდება ღმერთს 10 წელი ხრის ტკივილი არ შემწყვეტია და როცა ხელის მოძრაობა შემეზღუდა 2022 წელს ოპერაცია ჩამიტარდა, მყესები მქონია გაწყვეტილი. ამ ხარზე კიდევ რუსთავის მე-16 ციხეში დამიმატეს და მყესები მქონია გაწყვეტილი და ეს ძვლების ერთმანეთში რა თქმა უნდა გაუსაძლისი ტკივილები იყო. ანესტეზიის დროს პრაქტიკულად როდესაც ოპერაცია ჩამიტარეს გულის შეჩერებაც დამიფიქსირდა ცოტა ხნით. საკანში გულის ინფარქტი გადავიტანე. 10 საათი უგონოდ ვიყავი, ვერ ვლაპარაკობდი და ვერავის ვხედავდი. ხმები კი მესმოდა. მოკვდაო. პატიმრებმა პულსი დამითვალეს. 18-20 აქვსო. პულსი ითვლიდნენ ახლა თქვენ გაგიგებათ, რომ ასე ურტყამდნენ და ითვლიდნენ, რომ მიახლოებით ეს ყოფილიყო. ექიმი 3 დღის შემდეგ შემოვიდა. ყველაფერი ამას მოჰყვა მოციმციმე არითმია, რასაც თან ვატარებ. ტუბერკულიოზების საშხაპეში 2-ჯერ მაბანავეს, გაუსაძლის ცხელ წყალში. ისედაც გვაბანავებდნენ გაუსაძლის ცხელ წყალში, მაგრამ შემდეგ გავიგე და მითხრეს მე რომ გაგიმართლაო. ანუ გამიმართლა, არ გამიმართლა. უბრალოდ დიდება ღმერთს, სხვანაირად ეს შეუძლებელია, რომ იქიდან მე ასე გამოვედი. გლდანში ფიზიკურად ცემის დროს ვლოცულობდი, რაც ძალიან უკვირდათ. ყოველ კვირას რამოდენიმე დღეში სამწუხაროდ ამას ვხედავდი, ეგრეთ წოდებული რეშკიდან გვამები გამოქონდათ. მათი ყვირილი, ქრისტიანები არ ხართ, რა შვებით, მთელი ამბავი. და შემდეგ 12 საათზე, პირველ საათზე, აი ასე, ბევრჯერ მინახია, გვამები გამოქონდათ გლდანის ციხიდან. 2 წლის შემდეგ რუსთავის მე-16 ციხე, ნახევრად მკაცრი, ხალხთან ურთიერთობამ ცოტა გამომაფხიზლა. მაგრამ ამ 3 წლის ყოველივე ერთი დღე ჩემთვის არასდროს არც ერთი დღე არ დამავიწყდება, ეს წამება იყო. როდესაც გამოჩნდა საქართველოს ზერის კაცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, დიდი იმედი გამიჩნდა და რეჟიმის საწინააღმდეგო 10 დღიანი შიმშილობა გამოაცხადა. მოტივაცია მოგეხსენებათ ამ დროს აუცილებელი იყო. ანუ რისთვის შიმშილობა. და მე შევადგინე 2 პუნქტიანი მოტივაცია. და წარმოიდგინეთ, სადღაც 2 საათი იყო ციხეში ნახევრად მკაცრი თავისუფალი დრო და ამ 2 საათში 3000 პატიმრიდან 1500 ხელმოწერა ამ მოტივაციაზე შევაგროვე. ამას შემდეგ რა მოხდებოდა ნახეთ ახლა, რა წერია ამ მოტივაციაში, რომლის ქსეროასლებიც აქ უკვე მაქვს და მოვიტანე. პირველი, შეიძლება ეს არ იყო ისეთი ვთქვათ აკადემიურ დონეზე, მაგრამ პატიმრები ახლა იქიდან აქიდან მე რო გამოაცხადე, შემდეგ ასე დაიწერა. მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის ზ ადეიშვილის და მთავარი პროკურორის ზ მ ზოდელავას როგორც მთავარი მოქმედი პირების პასუხისმგებლობაში მიცემას, როდესაც ისინი თავიანთ კაბინეტებში და კრესლებზე ისხდნენ ჯერ კიდევ. მეორე, მოვითხოვთ საქართველოს ციხეებში ამჟამად მყოფ პატიმრებს, ვისაც სასამართლოს მიერ მისჯილი აქვთ სასჯელის მოხდა საერთო რეჟიმის კოლონიაში, მაგრამ მათ გამოიარეს გლდანის ან სხვა მკაცრი რეჟიმი გატარებული გარკვეული დროით,
ასეთ პატიმრებს მკაცრ რეჟიმში გატარებული 1 წელი ჩაეთვალოთ 3 წლის ვადად, ხოლო ვინც გამოიარა ნახევრად დახურული მკაცრი რეჟიმი, მათ ჩაეთვალოთ 1 წელი 2 წლის ვადად. და რა თქმა უნდა, თუ კი იქ წლები არ იქნებოდა, დღეები ან თვეები, იგივე სისტემით იქნებოდა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ამ мотивაციას 1500 პატიმრამდე მოაწერა ხელი და 100-მდე პატიმარმა მხარდაჭერა გამომიცხადა და ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილი. აქ ძალიან საინტერესოა. შემდეგ რა მოხდა და როგორი ციხე ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმს. ასეთ мотивაციას სიკვდილს შერიგებული კაცი თუ მოიფიქრებდა და გამოაქვეყნებდა. ხელმოწერების ქსეროასლები აქვე მაქვს ჩაგაბარებთ, როგორც გითხარით. შემდეგ გავიგე, რომ ეს სხვა ციხეებსაც გადაედო და გავრცელდა, რაც მწამებლური რეჟიმის ხელას შეუწყობდა ხელს. ამიტომ ნახევრად მკაცრი ციხე სრულიად გაამკაცრეს, ანუ 2 საათიანი ჰაერზე გასვლაც ყველასთვის აკრძალეს და ამისათვის დამიპირისპირეს ყველა ციხის მაყურებლები და სხვადასხვა ციხის რანგის პატიმრები. მათ საქმე, როგორც ამბობენ, გამირჩიეს და თუ შიმშილობას არ შევწყვეტი, წელში გადამტეხდნენ. ერთი პატიმარი ჩემი მე-16-ში შესვლის დროს უკვე ეთლით გამოჰყავდათ გარეთ და პრაქტიკულად ამაზე მიმითითეს. мотивაციების ტექსტმა მიშველა, რა თქმა უნდა, წელში გადატეხა, იმიტომ რომ თითქმის ყველა პატიმარს იგივე გლდანის ან და სხვა მკაცრი დაწესებულებები დიდი დროით გავლილი ჰქონდათ. მე მაგალითად გლდანში 2 წელიწადი მომყოფეს. ეს აქ არ მიწერია, მაგრამ გეტყვით ახლა, რომ პრაქტიკულად ჩემი ბოლო სასამართლო მე-9 თვის თავზე თუ არ შევწდები 11 საათზე და 30 წუთზე მიიღო მოსამართლემ. ანუ ან მე უნდა გავეშვით, ან და უკვე უნდა დავეტოვებინეთ და ამის შემდეგ აი ეს ასე მოხდა. რა შეეხება ჩემ შიმშილობას, რადგანაც ესე იგი იმ ეგრეთ წოდებულ გარჩევაზე ბევრს ჰქონდა ეს გავლილი, ამიტომ გადაურჩი ამ წელში გადატეხას და ულტიმატუმი დამიყენეს, რომ სხვებს შეაწყვეტინეთო შიმშილობაო. მე ვთხარი, აქ ყველა თავისუფალია, მე ვთხარი, მე როგორ უთხრა ახლა ვინმე სადექი და შეაწყვეტინე შიმშილობა. მაგრამ მე ვთხარი, ყველაფერს შევეცდები და გავაკეთებ მეთქი. რა თქმა უნდა, შემდეგ ყველამ გამიგო და მე დავრჩი მარტო და გავაგრძელე შიმშილი, სადაც 10 დღე ვიშიმშილე. ამის შემდეგ კი 10 დღიანი კარცერი, რის აღწერასაც ვერ შევძლებ. ცემატყება, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა. თუმცა ერთი პოზიტიური მომენტი მაინც მინდა, რომ ჩემი თავი გამოვაკეთო ასეთი რაღაცა. მოგიყვებით. როდესაც ჩამიყვანეს კარცერში, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, ალბათ ერთი 34-40 წლის იქნებოდა, სპორტიული ტანის, ხო და აი ასე ციხის სლენგებით შმონი იწყება, შემაგინა, ხელები ფეხები გაშალე. მოვიდა ჩემთან, ის დაბალ-დაბალი ტანის იყო და რო დამიწყოს ხევლის შემოწმება, თუ მაქვს რამე ისეთი აკრძალული საგანი, ყურში ჩამჩურჩულა. ბაბუ, ვიცი, ძლიერი პრესი გააქვს, იქ ცოტა მოძრაობდი, უკვე ზონაზე დავიწყე და რო დაგარტყა, პრესი გაიმაგრე და ძირს დავარდი. გაიგე? მე ვთხარი, კი მეთქი. ჩავიჩურჩულე მეც. და ასეც მოხდა. შემდეგ ზემოდან წიხლი დამახვია და ასე წავიდა. ანუ იმ ადამიანზე, იმ ახალგაზრდაზე ყოველთვის ვლოცულობ. იმიტომ რომ ის ვალდებული იყო, რომ შეესრულებინა. მაგრამ არც დარტყმა იყო ისეთი ძლიერი და მაგრამ ხო წარმოგიდგენიათ. ეს მან ჩაატარა იმისათვის, რომ არ უნდოდა, მაგრამ იძულებული იყო რეჟიმისგან. კარცერის შემდეგ
გავიდა გარკვეული დრო და ციხის ოფიცერმა არცერში რამდენი ადამიანი იყავით და რამხელა იყო თვითონ საკანი რამხელა იყო ძალიან დიდი საკანი იყო 30 კაცი დაეტევოდა მანდ ნუ ეხლა იქ მე იმას არ მოყვები რომ იქ გრძელი რაღაცა ცალკე მდგომი შენობა ყოფილა და გარეთ იყო დაბმული ქოფაკი კავკასიელი ძაღლი და მე თვითონ მყავდა ასეთი ძაღლი და ვიცი მათი თქვათ ასავალ-დასავალი და ეს ძაღლი ღამით მსახურობდა და ყებდა წარმოიდგინეთ თქვენ მთელი ღამე ყება და შემდეგ არ ვიცი ისეთი რაღაცა მოახერხე ავძვერი იქ რკინის საწოლებზე ამბავი იქით-აქით და დაუწყე ამ ძაღლს საუბარი და ალბათ მეხუთე დღეს ერთმანეთის ის გამოუნახეთ და ვეფერებოდი და ის უკვე აღარ ყებდა ყებდა მხოლოდ იმ პერიოდში როდესაც რაღაცა შეამჩნევდა მაგრამ ჩემთან მოდიოდა და მისი სუნთქვა მესმოდა და ამან მოგცათ ღამე ძილის საშუალება ამან მომცა მთელი ღამე თორემ ის საერთოდ შეუძლებელი იყო იქ ძილი გასაგები ნუ ეხლა იქ შემდეგ შემოვიდა ციხის უფროსი დამიმატა ჩემს თეთრეული თუ ქონდათ არაფერი ამისი ვთქვათ ერთ-ერთი ნაწერი ჩემი ადვოკატის მიერ მაქვს ამასაც დაგიტოვებთ რომ არც ჯაგრისი არც არაფერი რაზე გეძინა დღამე რკინაზე რამდენ ხანს გასტანა ამან კარცერში 10 დღე 10 დღე რკინაზე მე 10 დღეს გამომიშვეს გადაგიყვანეს უბრალოდ დიახ კარცერის შემდეგ გავიდა გარკვეული დრო ანუ მე იქ მონასმენი მქონდა ასეთი რაღაცა რომ თუ კი ძლიერად ებრძვი მაშინ გაღიარებს თითქოს და სისტემა და გაკვირდებიან ასეთი ვარიანტით და ალბათ შეწუხდნენ რეჟიმის უფროსები და 11 დღე ისა ხო და გარკვეული დროის შემდეგ ციხის ოფიცერმა 11 პატიმარს პრეზიდენტის შეწყალების ბრძანება წაგვიკითხა სადაც მეც ვიყავი მე მესმოდა რომ ხელს მოაწერდი და 2 საათის შემდეგ სახლში ვიქნებოდი თუ ხელს მოაწერდი და თუ არა 5 წელიწადი ციხე წინ მელოდა ვიცოდი რომ ჩემი ხელმოწერა დანაშაულის აღიარებას აღნიშნავდა და ამიტომ მე ვარი ვთქვი და ხელი არ მოაწერე ეს ფაქტები მაშინდელ მასმედიას მიღმა არ დარჩენია რისთვისაც ვინც გააჟღერა და ვინც დაწერა ყველას მადლობას უხდი ზოგადად გაზეთების დაიჯესტის კრებული თან მაქვს როგორც გითხარით და ასევე YouTube-ში ბლომად არის ჩემი ციხის გარკვეული რაღაცა კადრები ციხიდან გამოსვლა და კიდევ ბევრი სხვა რამ ეხლა ბრალის შესახებ უშუალოდ ჩემი ბრალის შესახებ განცხადებაში იურიდიულ ენაზე ყველაფერი მოცემულია მე კი მხოლოდ რამოდენიმე თეზისების შემოვიფარგლები ცნობილმა ნოტარიუსმა ბჭყალებში რა თქმა უნდა გინტურმა 2007 წელს 7 სექტემბერს გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება შეპესე კლაუსის 100%-იანი წილის ყიდვის შესახებ რომელშიაც ორივე მხრის ქმედითუნარიანობა დადგენილი იყო და ფულის გადახდა ნოტარიუსამდე გამყიდველისთვის დადასტურებული იყო რომელსაც ესწრებოდა ალექსანდრე თალაკვაძე ის ვინც გახდა შემდეგ ამ რეჟიმის პრაქტიკულად თანამონაწილე ანუ დაზომბირებული და ესწრებოდა ჩემი მინდობილი პირი ჩემი ძმა ძუბა ხვინთელიანი მე საერთოდ იმ ქალბატონს არც ვიცნობდი ვისგანაც ეს შეპესე კლაუსი შევიძინე ჩემი მინდობილი პირი აკეთებდა ამას მეორე პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში შავი თეთრზე უწერიათ ბესარიონ ხვინთელიანმა ათალაკვაძეს გადაუხადა $1,800,000 ობიექტის საფასური და ეს ობიექტი უნდა დასრულებული ეს მშენებარე იყო სხვადასხვა ტრანშებით გადახდილი ეს დაადასტურა თვითონაც იმ თალაკვაძემ და თალაკვაძემ ეს თანხა მიითვისა და ამ დროს ალექსანდრე თალაკვაძე სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს რა გასაკვირია მაგ თანხას მას ვინ შეარჩენდა ამ დროს სასამართლოს დადგენილი აქვს რომ ალექსანდრე თალაკვაძე იზოლდა კლაუს არ შეგეშალოთ მან არის იზოლდა კლაუ, როდესაც ვიტყვი ი კლაუ და
შეპესე კლაუსი. ეს მისი შეპესე მისი გვარის რაღაც სახელწოდება იყო. ხო და ალექსანდრე თალაკვაძე იყო ამ შეპესე კლაუსის 100%-იანი მფლობელი და არაოფიციალური პარტნიორი. ეს სასამართლო ოქმებში წერია. როგორ შეიძლება სასამართლო მიმსჯელოს რაღაც არაოფიციალურ პარტნიორზე. ხო და ამ თალაკვაძის 50% მის მეუღლეს ეკუთვნოდა და 50% ქონდა გაფორმებული ამ ი-კლაუზე, იზოლდა კლაუზე. ამ დროს იზოლდა კლაუმ 4-5 თვის შემდეგ დაარეგისტრირა იუსტიციის სახლში ნასყიდობის ეს ხელშეკრულება. რატომ თუ ფული არ ქონდა მიღებული? ხომ შეეძლო გაეუქმებინა? რა თქმა უნდა კი. და რატომ იზოლდა კლაუმ ხელათვე არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ 1 წლისა და 4 თვის შემდეგ? უდავოა, რომ ისიც და თალაკვაძეც გახდნენ რეჟიმის გეგმის თანამონაწილეები. სააპელაციო სასამართლოზე მბრალდებელმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბესარიონ ხვინთელიანს ქონება უსამართლო დააქვს ჩამორთმეული. ეს ოქმი და შუამდგომლობა სასამართლოში არსებობს. და ბოლო სასამართლომ განიხილა სისხლის და სამოქალაქო წესით ერთი და იგივე საქმე ორ სხვადასხვა სასამართლოში. პირველი სისხლის სამართლის წესით, სადაც მომისაჯეს 8 წლიანი პატიმრობა და ორჯერ ნაყიდი ერთი და იგივე ქონების კონფისკაცია და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა და დამატებით 1 მილიონი ლარის ჯარიმა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეხლა წარმოიდგინეთ, თუ ვიმსჯელებთ, რომ მე ბესარიონ ხვინთელიანმა მოვიპარე, ან წავართვი, ან თაღლითობით მივითვისე კერძო პირისგან ქონება და ამ დროს არც მე არ ვიყავი საჯარო მოხელე და არც შეპესე კლაუსი არ იყოს სახელმწიფო ორგანიზაცია. ანუ საქმე განიხილებოდა ორ კერძო პირს შორის და აქედან გამომდინარე, რა სამართლის წესით ჩამომართვა სასამართლომ, სააკაშვილის სასამართლომ ორჯერ შეძენილი ქონება და არ დაუბრუნა ეგრეთ წოდებულ დაზარალებულ იზოლდა კლაუსს, არამედ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. რაც შეეხება ორჯერ ნაყიდ ქონებას, აგიხსნით. როგორც მოგახსენეთ, ჯერის ვიყიდე სანოტარო ბიუროში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თვითონ იზოლდა კლაუმ 4 თვის შემდეგ, როგორც გითხარით, როგორც უფლებამოსილმა პირმა შეპესე კლაუსის დირექტორმა თვითონ დაარეგისტრირა და მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მიჩივლა. მეორეჯერ იგივე ობიექტი იძულებით შევიძინე აუქციონზე, რადგანაც მოტყვილებით შემომაჩეჩეს ი-კლაუს ბანკის ვალის მიერ დაყადაღებული ქონება. ანუ პირველად რო შევიძინე, შემდეგ გამოჩნდა მხოლოდ ბანკი. ეს ყველაფერი დამალული იყო ჩემს მიმართ. თანაც მე აქ არ ვიმყოფებოდი და რა თქმა უნდა, ასეთ თქვათ დიდ რაღაც გარიგებებზე და დიდი ფულის ანგარიშები იყო, რა თქმა უნდა, ამას ბევრი ინტერესების მოხდა სხვისი და დაგეგმილი იყო ყველაფერი ეს. ასე რომ ეს დამიმალეს, რომ დაყადაღებული იყო და რის გამოც აუქციონზე გადავიხადე 450 აშშ დოლარი და ამის შემდეგ მოხდა ამ ქონების ჩემს სახელზე დარეგისტრირება. თუ არ გადავიხდიდი, ის ჩადებული ფულიც დამეკარგებოდა და წყალში გადამეყრებოდა. ამიტომ მე უკვე იძულებული გავხდი, ყველაფერი მომეზიდა და ეს ასე კონკრეტულად რა ქონებაზე არის ლაპარაკი? ეს არის ქსნის ქუჩის მარცხენა სანაპიროზე ზარმაცების ხაზს რო ეძახიან, არ მისული იქამდე რიყის თქვათ რაღაცა და ამბავი. ის იმდენად მე არ მაინტერესებდა, მაგრამ იმ ალექსანდრე თალაკვაძემ ახლა გამაცნო ისეთი პიროვნებები, რომელიც თქვათ, იგივე დავით სააკაშვილი და რაღაცა და მე იმედი მქონდა, რომ თქვათ ამ კუთხით მე რა თქმა უნდა, თანაც ის ჩემთან უკვე იმაშიც იყო ნამყოფი კვიპროსზე ჩამოსული და დავით სააკაშვილი? რატომ იყო? ანუ მე შესწავლილი ვყავდი ამ სისტემას თავიდან
სააკაშვილი ჩამოსულა. მოხდა საუბარი რომ მე იქ მაქვს სახლი რაღაცა, სხვათა შორის მაგ სახლზე მინდა გითხრათ, ეგრეთ წოდებული მაპატიეთ ამ სლენგის ნასეთკა ადვოკატების ყურში რო ჩამჩურჩულა, ბატონო ბესარიონ, რა უსინდისოები არიან, კვიპროსის სახლიც უნდათო. ნუ წარმოვიდგინეთ ახლა, მთელი კასკადია მისი. ვინგა გაცნოთ დავით სააკაშვილი? ამან თვითონ ალექსანდრე თალაკვაძე. გასაგები. შემდეგ ალექსანდრე თალაკვაძემ და ამ საუბრის შემდეგ მოხდა და რა თქმა უნდა ადვოკატის სახელები და გვარები რო გითხრათ. უკაცრავად აი ადვოკატები რომელიც ბრძანეთ სახელი და გვარები რო გითხრათ. ადვოკატები იმდენი მყავდა, მოკლედ არა თქვენ როგორი ეპითეტებითაც მოიხსენეთ ახლა ვინც იყვნენ, ვინც რეალურად თქვენ ინტერესებს არიცავდა და მეტიც კანონს არღვევდა და თქვენი ინტერესების საწინააღმდეგო მე მოქმედება. მინდა გავიხსენო ერთი ადვოკატი რომელიც შემოვიდა ჩემთან დღეს იმას ძალიან ხშირად ვხედავ ტელევიზორის ეკრანებზე, ეს არის გიორგი მშვენიერაძე, შემომიგზავნეს ვიღაციდან და წარმოიდგინეთ თქვენ რომ ანუ მაგი მეუბნებოდა რომ აუცილებლად გაგანთავისუფლდეთ და ბოლოს მითხრა რომ შენ ამისათვის $5 მილიონი უნდა გადაიხადო. ის შემოგიგზავნათ გიორგი მშვენიერაძე. რა არ ვიცი, ამას ვერ გეტყვით, ნაცნობებით ახლა მე იქიდან შიგნიდან ამას ვერაფერს ვერ ვაკონტროლებდი, იმიტომ რომ სხვადასხვა ბევრი ის ადვოკატი როგორ შემოგიგზავნეს, როგორ დამლაგებელი? ბოლო ადვოკატი წყალებში დამლაგებელი, საქმის დამლაგებელი? უკაცრავად ის როგორ შემოგიგზავნეს, როგორც საქმის ეგრეთ წოდებული დამლაგებელი თუ რა თქმა უნდა ასე გამოდის. ანუ ჩემთან მოლაპარაკება რომ მე როგორ მე ვთქვათ გავსულიყავი გარეთ რა. აი ერთი გვარი და სახელი ნუ ეს გიორგი მშვენიერაძე ახსენეთ და სხვა გვარებიც რო სხვა გვარები ერთი ნეფარიძე იყო, ერთი გაბრიჩიძე იყო, ერთი ჯოხაძე იყო, ხაჭაპურიძე იყო, ნინო დამავისლა გვარი. მარიამიშვილი, არ ვიცი. კი ბატონო, შემდეგ და აი ეს მინდა ვთქვა რომ აი ასე ორჯერ ნაყიდი ეს ქონება, გაფორმებული ქონება როგორ შეიძლება სააკაშვილის სამართალმა ახსნას ამდენი უკანონო სასჯელის შემდეგ დამატებით კიდევ $1 მილიონი ჯარიმა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ანუ ყველა მხრიდან ყველანი უნდა დაეკმაყოფილებინათ თავიანთი თავის ჩამორთმეული ქონებები, ჩამორთმეული ლიცენზია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ისინი გადააფორმებდნენ თავიანთ ახლობელ ან ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე და ერთ ლარად თუ რაღაცად ალბათ გაყიდიდნენ და ასე დაიმკვიდრებდნენ წართმეულ ქონებას. მეორე საქმე, საქალაქო სასამართლოში იგივე ქონების თაღლითური გზის შეძენისათვის წარმოიდგინეთ, იქ სისხლი მომისაჯეს, ჩამომართვეს, წამართვეს, რაც შეიძლება წართმევა და ეხლა უკვე ქალბატონი იზოლდა კლაუ, რომელიც მათთან თანამშრომლობდა, რომელსაც ბანკის ვალი ჰქონდა და მომყიდა ეს და შემომაჩეჩეს ვალდებულებით 450.000-იანი მაშინ იყო თუ არ ვცდები რესპუბლიკა ბანკი და აქედან გამომდინარე სამოქალაქო სასამართლოში იგივე ქონების თაღლითური გზის შეძენისათვის სამოქალაქო სასამართლო იზოლდა კლაუს სასარგებლოდ დამაკისრა უკვე ფიზიკური პირის მიმართ დამაკისრა $850,000 აქედან 620,000 მე დავამრგვალე უბრალოდ 600,000 მშენებარე 850,000 ეს იყო 600,000 ეს იყო მშენებარე ობიექტის საზღაური და 250 კი მისვე სასარგებლოდ ჯარიმა. შემდეგ თანხის სანაცვლოდ მისივე აგარაკი რომელიც ბანკს ჰქონდა დაყადაღებული ერთმანეთში გაიქვითა და
ასე დამთავრდა შემდეგ ჩემი სამოქალაქო სასამართლოდ. პატივცემულო თავმჯდომარე, პატივცემულო კომისიის წევრებო, მინდა მოგმართოთ სრული პასუხისმგებლობით და გთხოვთ სრული სიმკაცრით ჩემს მიმართ გამოიკვლიოთ მოცემული საქმე და თუ დადგინდება რომ მე ნამდვილად ჩავიდინე დანაშაული თაღლითობა თუ რამე სხვა მზად ვარ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოსჯილი დანარჩენი 5 წლის სასჯელი მორჩილად ციხეში მოვიხადო და იქ დაველოდები უზენაესი უფლის განჩინებას. ეხლა იცით რომ მე პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვედი და ამისი დიდი მადლობელი ვარ რომ შეიქმნა მობრძანდა ჯერ ბატონი ბიზინა ივანიშვილი და შემდეგ ჩამოყალიბდა ქართული ოცნება რომელიც დღეს ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ საქართველო გადაარჩინოს გარე და შიდა მტრებისგან. რადგანაც ცოცხალი გადავრჩი, ნაცების რეჟიმმა არ იკმარა ჩემი ამდენი უსაფუძვლო დასჯა და წამება და ამიტომ იზოლდა კლაუმ ნაცების ბრძანებით ბატონ ბიზინა ივანიშვილის სახლთან დაიწყო შიმშილობა და იქიდან ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავო. ის ასე აპროტესტებდა ჩემს პოლიტპატიმრობას. სად ეხლა დრო გავიდა და ეს ნაცები მაინც არ მეშვებოდნენ. ეს სასწაული რაღაცაა, ვის რა დაუშავე. საქართველოში არ ცხოვრობდი. ამდენი ინვესტიციები ჩამოვიტანე და ანუ თავიდან ბოლომდე რადგანაც ვერ გამანადგურეს და ღმერთმა დამიფარა, მაინც ესე იგი ჩემი განადგურება უნდა და თავიდან ბოლომდე. ამ დროს პატიმრობისას ჯერ კიდევ 2007 წელს დავიწყე და 2008-ში დავაფუძნე პოლიტიკური პარტია საქართველო და დიასპორა. პარტიის მიზნები და ამოცანები იყო საქართველოდან წასული თანამემამულეების კონსოლიდირება საქართველოს ინტერესების ირგვლივ ემიგრაციაში ყოფნის დროს და ასევე მიგრაციული პროცესების ხელისშეწყობა საკანონმდებლო ტრიბუნიდან, რაც ხელს შეუწყობდა ქართველების განსაკუთრებით ახალგაზრდების დაბრუნება საქართველოში და საზღვარგარეთ მიღებული განათლების, გამოცდილების, მატერიალური თუ ინტელექტუალური აქტივობების საქართველოში რეალიზებას, რაც ხელს შეუწყობდა, რა თქმა უნდა, საქართველოს გენოფონდის გაძლიერებას, ახალგაზრდების დაინტერესებას და ჩართვას საქართველოს საჭიროებო საქმეებში. მაგალითად, პოლიტიკაში ამისათვის გადაწყვეტილი მქონდა დიპლომატიური აკადემიის დაფუძნება საქართველოში, რაც ახალგაზრდა თაობას დიდ სამომავლო პერსპექტივებს დაუსახავდა პირად განვითარებაში და საქართველო კი მიიღებდა კვალიფიციურ პოლიტიკურ კადრებს და საერთაშორისო დიპლომატებს. მე თვითონ მაქვს დამთავრებული ეს მეორე უმაღლესი განათლებაა ჩემი რუსეთში, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. და აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ ეხლაც რომ თუ ასეთი რაღაცა გაკეთდებოდა ეს ძალიან დიდ ბენეფიტს მოუტანდა ჩვენ ქვეყანას. ასევე ქართველი ემიგრანტების ჩართვა მინდოდა სპორტში, ბიზნესში, ამ პარტიის მეშვეობით იქიდან გადახვეწილი ჩვენი ქართველები და სხვა ბევრი რამ. სამწუხაროა რომ ამ პარტიის წესდება და დოკუმენტაცია ეხლაც უჯრაშია გამოკეტილი. ეხლა კი მინდა თქვენი ნებართვით შევეხმიანო საქართველოს ახალგაზრდებს და შევახსენო ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებიდან შემდეგი სიტყვები. შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ შენი ერის დესპანი. რადგან შენი საქციელი შენი ოჯახის სახეა და გარეთ კი შენი ერის. ამიტომ თხოვნით მოგიწოდებ ყველას საქართველოს ნიჭიერო ახალგაზრდებო, არ გაიფუჭოთ ბიოგრაფია საქართველოს მტრებთან ახლობლობაში და მათ სამსახურში, რადგანაც ერის სამსახური თუ გსურთ, ერს უნდა ემსახუროთ. თორემ ყოველთვის მოგიწევთ მტრების ლოდინი. მტრები კი საქართველოს ყოველთვის ყავდა. ისინი მოდიოდნენ, მარცხდებოდნენ და მიდიოდნენ. როგორც რუსეთის წმინდა მამამ სერაფიმე საროველმა იქადაგა, ვინც საქართველოს ებრძვის,
გამარჯვებას ვერ მიაღწევს, რადგანაც ის ებრძვის ღვთისმშობელს და მის წილხვედრ ქვეყანას საქართველოს. დიდი იმპერიები გაქრა და წაიშალა, ჩემო ახალგაზრდებო. საქართველო კი ეს პატარა ქვეყანა 3000-მდე წლისაა და ის მიიწევს წინ მისი ერის, ბერის, ტრადიციების და კულტურის და ღვთისწყალობით. საქართველოს სხვა გზა არ აქვს და არც გააჩნია და არც უწერია. ახალგაზრდებო, მიღყევით ამ ისტორიულ და წინაპართა ტრადიციებით შეზავებულ გზას. ასევე შევძინოთ ახალმა თაობამ ახალი სიკეთეები და ყველა ერთად გავიმარჯვებთ. და კიდევ ერთი, გახსოვდეთ ახალგაზრდებო, ახალგაზრდობაში დაშვებული ყოველივე აღიარებული შეცდომების პატიება შესაძლებელია. გარდა სამშობლოს ღალატისა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ქართველ ერს. ამინ. ამინ. გმადლობთ. მადლობა ბატონო ბესარიონ. თქვენ თავადვე დასვით კითხვა, რომელიც მე მინდა დაგისვათ და იქნებ შევეცადოთ გავცეთ ისეთი პასუხი, რომელიც ამ თქვენს ტანჯვა-წამებას, უფლებების შელახვას, ჩაგვრას, რეკეტს რაღაცნაირად 2-3 ფრაზით შეაჯამებს. რა დააშავეთ? რატომ გადაგეკიდათ სააკაშვილის ხელისუფლება თქვენი აზრით? მე როგორც მოგახსენეთ ჩემს ვთქვათ ამ ნაწერიდან ძალიან ბევრი და დიდი საერთაშორისო კონფერენციები მქონდა ჩატარებული, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. და პრაქტიკულად მე უკვე აღიარებული ვიყავი როგორც მომავალი პოლიტიკოსი. და აქ ახლა მთელი პაპკა არის ის დაიჯესტი გაზეთების, სადაც ამიტომ აი ეს ყველაფერი ქველმოქმედება, იქით-აქით დახმარებები, ეს თან ხარს მიწყობდა მე იმისათვის, რომ შემდეგ დავაფუძნე ეს პოლიტიკური პარტია საქართველოს და დიასპორა. და იქ უკვე ორიყრილობა ჩატარებული იყო და ამ დროს უკვე დროც მოვიდა, როდესაც თანაც იმდენი ინვესტიციები ჩამოტანილი, ამდენი ფული დახარჯული, ქონებები სხვადასხვა დონის შეძენილი და აქედან გამომდინარე მე როგორც ვთვლი მათმა იცოდა რომ უკვე ვერ გავიდოდნენ კიდევ ერთი ვადა თავიანთ არჩევნებში და ამიტომ დაიწყეს ჩემი ძარცვა, ეს იყო სახელმწიფო რეკეტი, თორემ მე არავისთან არავითარი ერთი პატარა სიტყვითაც ვინმესთვის რამე არ დამიშავებია. მე უმეტესწილად ცხოვრობდი იმ პერიოდში მოსკოვში და შემდეგ უკვე მით უმეტეს ეს სიტუაციები და რაღაცები რო დაიწყო და ამბავი, მით უმეტეს აფხაზეთის მკვიდრი და მე იქ რადგანაც მაქვს ადგილმდებარეობა იქ ვარ მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით კვიპროსში და იქ გადავედი და იქ ვცხოვრობ. შესაბამისად თქვენ თვლით რომ იმ ფაქტების ერთობლიობაზე დაყრდნობით და ამ ფაქტების გათვალისწინებით რომ თქვენში დაინახეს გარკვეული საფრთხე. საფრთხე დაინახეს პოლიტიკური საფრთხე. იმიტომ რომ მე ბევრ რაღაცას რა თქმა უნდა არ ვეთანხმებოდი. ეს უკვე მე ვიცოდი და მე ყოველნაირი ეხლა მე იურისტი არ ვარ, ეკონომისტი ვარ, მაგრამ მე ყოველნაირი მივიღე, ვთქვათ, უსაფრთხოების წესები ბიზნესში. მე თვითონ ეხლაც ზალცბურგის უნივერსიტეტის რუსულენოვანის ხაიეკ აკადემია არის. იქ მისი პროფესორი ვარ, რადგანაც რუსეთში უკვე მე მომიწია უკვე იქიდან ერთ რაღაცას გეტყვით ახლა, როდესაც 3 წლის შემდეგ, როდესაც გამოვედა რუსეთში ჩავედი, რა თქმა უნდა მივედი ჩემს უნივერსიტეტში, სადაც მე ლექციებს ვკითხულობდი და კათედრის გამგემ მე სადისერტაციო საბჭოს წევრიც ვიყავი და როდესაც ჩემმა კათედრის გამგემ
უკვე იცოდნენ რომ მე აქ ასეთი ბედი მეწვია და ეგრე მითხრა ბატონო ბესარიონი როგორც მემართავე ვისარიონ გურიელოვიჩი ხომ ვიცით მე და თქვენ რომ ქართველი სტუდენტებიო როგორი ნიჭიერები და სხარტნი არიან მაგრამ ხომ ვიცით რომ ისინიო ძალიანო არ არიან მოწესრიგებული ყოველთვის აცდენენო და ეს ხო ვიცით მე ვთქარი კი მეთქი და მაგრამ ჩემი პროფესორიო 3 წელიწადი რომ გააცდენდაო სამსახურსო ესო ნამდვილადო არ მეგონაო და წარმოვიდგინეთ რომ უნივერსიტეტმა შემინახა მე და 3 წელი ჩემს მაგივრად იკითხეს ლექციები და მე ეს ხელფასი დაგახვედრეს გადამიხადეს მაგრამ მე მითხრეს უნდა წახვიდეთ მე გითხრეს უნდა წახვიდე გასაგები ბატონო ბესარიონ საფრთხე გამომდინარეობდა საიდან რომ თქვენ გქონდათ თქვენივე ფინანსური სახსრები კი რა თქმა უნდა შემოგქონდათ ინვესტიცია მადლიერი ხალხიც გყავდათ ალბათ გარშემო რბილად რომ ვთქვა მთელი აფხაზეთის ტოლვილები და მოსახლეობა იყავით აფხაზეთიდან ეს პოლიტიკურადაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო როგორც ჩანს მათთვის და რეალურად არაფერი არ გჭირდებოდათ მათგან და რეალური საფრთხე დაინახეს რომ გარკვეული ოდენობა მხარდაჭერის თქვენსკენ არ წამოსულიყო ამაზე ვჯერდებით და ამიტომ გადაწყვიტეს თქვენი როგორც თქვით განადგურება მეორე შეკითხვა მაქვს თქვენ ახსენეთ დავით სააკაშვილი ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ქალბატონი ნანა ქადაგიშვილის ბანკის საქმეა ერთ-ერთი არ ვიცი რამდენად მიადევნეთ გუშინ თქვენ ჩვენს ხდომას თვალი და ყური და იქაც გაიელვა დავით სააკაშვილის გვარმა და სახელმა იმ ბანკის შემთხვევაში სქემა იყო ასეთი რომ დავით სააკაშვილი შევიდა კერძო ბიზნესში როგორც თავისი კოლეგა ადვოკატებით სავარაუდოდ ამიტომაც დაგისვათ გვარსახელებზე კითხვა ბატონ მალუდამ კონკრეტული გვარსახელის ადვოკატებით შევიდა როგორც მომსახურების გასაწევად და სინამდვილეში გაუწია ცუდი სამსახური. წააგო ყველა დავა განზრახ, როგორც ქალბატონი ნანა ამბობს და კომპანია მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მერე ხელისუფლებას მიეცა საშუალება, რომ ბანკში შეეყვანა დროებითი მმართველი, გასაგებია დარღვევებით გასაღებია უკანონოდ და ასე შემდეგ, მაგრამ პირველი ასე ვთქვათ გამოკრა როგორც თოფ სჭირდება რომ ვიღაცა უნდა გამოკრას ეს როლი შეასრულა დავით სააკაშვილმა თქვენ შემთხვევაში ამ კაცს რა ფუნქცია ჰქონდა მხოლოდ მე ასე ვთვლი არავითარი ჩვენ შორის არ მომხდარა რამე ვთქვათ ბიზნეს გარიგებები და რამე იმ ალექსანდრე თალაკვაძემ ჩამოიყვანა ის და მე ვთვლი რომ ეს იყო უბრალოდ ეგრეთ წოდებული რევიზია ვინ ვარ რა მაქვს და რას ვფლობ ასევე თალაკვაძე ჩემთან იყო მოსკოვში იქ კერძო სახლი მაქვს ყველაფერი და ეს შეძლებული ვინ არის ეს თალაკვაძე რას წარმოადგენს ავთანდილი საიდან გაიცანით ხო გამაცნეს ბიზნესმენი რა ვიცი რა აქ გაიცანით აქ საქართველოში და შემდეგ აი ის სხვადასხვა თურმე მე ნასამართლების ყოფილა პარტნიორი რად გაიხადეთ თქვენ ანუ პარტნიორობა რა თქმა უნდა შემოგთავაზეთ კი მაგ პარტნიორობიდან დაიწყო და შემდეგ ის მე გაგაცნოთ დავით სააკაშვილი ჩამოვიდა კვიპროსში აქ უკვე დონე არის ისეთი ხომ არ იყო ისე და აქ შევჩერდები და სხვებს დაუთმობ სიტყვას რომ თქვენ როდესაც ამ ვინმე ალექსანდრე თალაკვაძის გვერდით დაინახეთ მთლად პრეზიდენტის ძმა უფრო მეტად დარწმუნდით რომ ნუ რა თქმა უნდა დობა გაგიჩნდათ რომ ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ არ წავა და უფრო თამამად ჩადეთ თანხები ეს იყო ფაქტორი ეს იყო ფაქტორი თქვენთვის კი ბატონო კი ბატონო შემდეგი ვინ იქნება ბატონი ილია ბატონ ბესარიონ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ უბრძანებისთვის თქვენი დროისთვის ძალიან ძიმე პერიოდი გაიარეთ თქვენ ამ ძიმე ისტორიაა ესეც ერთ-ერთი რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ
და რა თქმა უნდა რაღაცა კითხვები მეც გამიჩნდა და მინდა ამ პერიოდში, როდესაც თქვენ იყავით დაკავებული და სასჯელს იხდიდით, თქვენი ოჯახის მდგომარეობა მაინტერესებს, სად იყვნენ, როგორ იყვნენ, ასევე მაინტერესებს შვილები რამდენი გყავთ, რითი არიან ეს ხალხი დაკავებული დღეს სად არიან, სად მოღვაწეობენ და ამ ფაქტის მერე მათ ხო არ აუცილებლად გული აქ დაბრუნებაზე, ან თუ აქ არ არიან, არ ვიცი, ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. და აი ამის გარშემო და მე კიდე რამდენიმე კითხვას გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩემი მეუღლე ქეთევან მურვანიძე ფოთისძე ვარ. პრაქტიკულად ორჯერ, მაგრამ არაოფიციალურად დააკავეს. წაიყვანეს, დააჯინეს ერთ ოთახში, არავინ რამოდენიმე საათი იქიჯდა და შემდეგ ვთქვათ, არაფორმალური დაკითხვები ჩაუტარეს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მას ესმოდა ეს, რომ პრაქტიკულად ამზადებდნენ იმისათვის, რომ უნდა დაეჭირათ. მაშინ ჩემი მეუღლეს ჯერ არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა. და ამით მე გპასუხობთ, რომ ამის შემდეგ სამივე შვილმა ჩემმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეისწავლეს, გამოცდები ჩააბარეს ყველაფერი და სამივე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. და დღეს მთელი ოჯახი საქართველოს მოქალაქეები ვართ. ასე რომ რამოდენიმეჯერ ჩვენ ბინასთან ატენის ქუჩაზე ყოველთვის იყო, ვთქვათ, მანქანები იდგა, სპეცდანიშნულების მანქანები, რამოდენიმეჯერ ჭხრეკა ჩაუტარეს ჩემს მეუღლეს სახში რომ იყო და ეს ზეწოლები, რა თქმა უნდა, გრძელდებოდა და შემდეგ უკვე მივიღეთ, მან მიიღო ინფორმაცია, როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, რომ უკვე დასაჭერად ის მზად იყო, მაგრამ იყო რუსეთის მოქალაქე და ამიტომ, ვთქვათ, ყოფმანობდნენ. და შემდეგ მას მოუწია უკვე საქართველოს დატოვება, უკვე გააფრთხილეს, რომ თუ არ წახვალ დაგიჭერენ. და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ანუ პრაქტიკულად ჩვენზე, ჩვენი შემოწმება, ჩემი ოჯახის შემოწმება არაფრით არ გაჩერებულა, ყოველ დღე ჩვენ ვიყავით აკულარების, ანუ ბინოკლის ეგრეთ წოდებული ქვეშ. ასე რომ ჩემი შვილებს გული არ აუცრუვდათ, პირიქით მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, უფროსი ვაჟი კვიპროსში არის, ერთად მას თავისი ოჯახი აქვს და იქ ცხოვრობს. ჩემი უმცროსი გოგონა ბრიტანეთის უკვე მაგისტრის მალე დაამთავრებს იურიდიულ ფაკულტეტს და ახლა თვითონ ცოტათი პრეტენზიები აქვს ჩემზე, რატო გამიშვი იურიდიულზე და მე ვთარი იურიდიული უნდა დაამთავრო, იმიტომ რომ ოჯახს გჭირდება უკვე ჩვენი კვალიფიციური იურისტი. დაამთავრა ძალიან კარგად უნივერსიტეტი და ერთი წელი დარჩა მაგისტრატურა და მაგისტრი გამოვა უკვე როგორც ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი სპეციალისტი. და შუათანა ჩემი ირაკლი ვაჟი არის მოსკოვში და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ რო არ გამოსულიყავით ის, რაც კიდევ ჯერ იქ შეგვინარჩუნდა ბიზნესი და რაღაცა, ანუ კუდში დავიჭირეთ ასე, იქ უკვე მაშინდელი რეჟიმის სპეცსამსახურები შეკრული იყვნენ უკვე იქაურ სპეცსამსახურებთან, სააქციო საზოგადოება. იქაურთან, სადაურთან. და სადაურთან იყვნენ შეკრული, იქაურთან იყვნენ. იქაურთან, რუსებთან. რუსებთან, რომ პრაქტიკულად ჩემი ხელმოწერები გაეყალბებინათ, მე იქ ვარ პრაქტიკულად 100%-იანი მფლობელი დიდი სააქციო საზოგადოება და ჩემთვის იქაც ყველაფერი წაერთმიათ. აი ასეთ სიტუაცია, მაგრამ დიდება ღმერთს დამიფარა და კი ბატონო, ბატონი დაასრულეთ ბატონო ილია, ბატონი ალუ და ბატონი თენგიზი. ამ
პერიოდში როცა დაკავებული იყავით, რამე ულტიმატუმი თქვენს მიმართ იყო თუ არა, აი რამეს გთხოვდნენ, რომ რაღაცის შესრულების შემთხვევაში ან გამოგიშვებდნენ გარეთ ან რაღაცა საპროცესო 5 მილიონი დოლარი. ფულზე იყო საუბარი და ამ ფულს და კიდევ ამ კიდეს ეს ძალიან კიდევ დიდი სხვა ის არის რომ გითხრათ ამ ალექსანდრე თალაკვაძე ამ ჩემი მიცემული ფულებით და დანარჩენი ვიღაც სომხებთან დაიკავა საქმე და შემდეგ ისინიც გადააგდო და იმ ფულსაც მე მაწერდნენ 500,000 მე უნდა გადამეხადა და გლდანში იმ პერიოდში ჩემთან შემოვიდა მაშინდელი კრიმინალური პოლიციის უფროსი მაღალი კაცი არ მახსოვს ახლა ალბათ კი შეგიძლიათ ნახოთ და პრაქტიკულად ჩამოვიდნენ სომხები რომელთანაც მე არავითარი კავშირი არ მქონდა და იმ ალექსანდრე თალაკვაძეს მისი ვალი და უკაცრავად სიტყვაზე გადაგდებული სომხები მე უნდა დამეფარა. ეს სასწაული რაღაცები. ვინ გთხოვდათ ამას? ამას თვითონ სისტემა მთხოვდა. იმიტომ რომ სისტემა ეხლა გამახსენდა ეს ამბავი ბოდიში ქალბატონო თეა ანუ როდესაც ჩავიდა სააკაშვილი მაშინ ეს პრაქტიკულად ვიცი და ასე მითხრეს და ესეც მოხდა იქაურ პრეზიდენტს შეხვდა მაშინდელს სომხეთის პრეზიდენტს და იქ თურმე ვიღაც გენერალი ყოფილა მათი ვინც ამან გადააგდო და რა თქმა უნდა პრეზიდენტების დონეზე მოხდა ეს საუბარი და თუ არ გადაიხდის ციხეში ამოალბეთო აი ასეთი შემდეგ მე შევხვდი იმათ მთელი გამოძიება ჩავატარე ჩემით უკვე მოსკოვში რუსეთში და სააკაშვილმა მაშინ აი აქ ასეთი დავალება მისცა თუ არ გადაიხდის ამოალბეთ ციხეში აი ასეთი ვარიანტი თქვენთან დაკავშირებით ხო რა თქმა უნდა მე უნდა გადამეხადა სხვისი ვალი მე უნდა გადამეხადა 500,000 დოლარი ხო და თუ არ გადავიხდიდი ესე იგი საერთოდ და ნუ მერე წავიდა ყველაფერი ეს მე ამაზე ვარი განვაცხადე მაშინ მუხაძე იყო იქ მუხაძის კაბინეტში ვიდექით ყველანი მუხაძე არის ციხის დირექტორი დიახ და მუხაძის კაბინეტში ვინ რა გითხრათ აბა ეს კარგად რომ მოგვიყვეთ ანუ ეს ფული მე უნდა დამეფარა უკვე პატიმრობაში მყოფს მოგთხოვეს ეს კითხვის არა ის უბრალოდ ესწრებოდა მაგას არაფერი არ უთქვია აქ ესე იგი ციხის დირექტორის კაბინეტში მოვიდა ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამას ყვებით ფინანსური მე მგონი არის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი და მოგთხოვეს მას არაფერი არ მოუთხოვია უბრალოდ სომხებმა მომთხოვეს მე და ციხეში შემოიყვანეს ციხის უფროსის სომხები კაბინეტში წარმომადგენლები ბიზნესმენები და აქედან ხელისუფლებიდან უბრალოდ ესწრებოდა ის რომელმაც შემდეგ ნუ მის სახეზე ვაკვირდებოდი მე რომ ძალიან როდესაც ავხსენი რომ მე საერთოდ არავითარი წვდომა არ მაქვს არც ვიცნობ და არაფერი შეხება არ გაქვს არავითარი შეხება არ მქონდა და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მე დავინახე იმ კრიმინალური პოლიციის უფროსის სახეზე რომ ეს პრაქტიკულად მართლა რატო შემოვიდნენ და რატო უნდოდა ჩემგან ეს ამბული სამოგება დიახ ბატონელი ბატონო ვესალიო კიდე რამდენი ორი კითხვა მაქვს რომელიც მინდა გკითხოთ თქვენ სიტყვაში ერთ მომენტში აღნიშნეთ რომ კრედიტებთან და რაღაც მსგავს საბუთებზე იყო საუბარი ქონდათ თუ არა ამ თქვენ საქმეში რამე კავშირი ფინანსურ ინსტიტუტებს რამე ეტაპზე ფინანსურ ბოდიში ფინანსურ ინსტიტუტებს ბანკებს ან არავის მე მხოლოდ კრედიტი ავიღე აი კრედიტი ახსენეთ მე კრედიტი ავიღე მოსკოვში სადაც ჩავდევი ჩემი ორგანიზაციის აქციო საზოგადოების კუთვნილი შენობა დიდი შენობა ნაგებობა და ის ფული პრაქტიკულად მე აქ ჩამოვიტანე ჩავრიცხე საქართველოს იმ პერიოდში საქართველოს ბანკში 1.5 მილიონი დოლარი რომლითაც მე დავიწყე უკვე ჩემი ინვესტიციების ვთქვათ
ესეც იყო ალბათ იმ თანხის რაოდენობასთან რა კავშირში. თქმა უნდა, როდესაც დაინახეს, რომ ამდენი ფული შემოვიდა, ქართველი კაცი ჩამოვიდა მოსკოვიდან, ჩამოიტანა ეს ფული და მე ხო ვთქვი, რომ მე ოცნება მქონდა გადმობარგება უკვე აქით და რაღაცა და ამბავი და ეს რა თქმა უნდა, რომ დაინახეს, რომ ასეთი ფული შემოდიოდა ტრანშებით, ახლა ხომ გესმით, რომ დიდი ტრანშებით მაშინდელი ბანკებიც სვიფტს არ გაუშვებდნენ და 100-150,000 $200,000 დოლარი შემომქონდა რუსეთიდან გადმოაგზავნდი ოფიციალურად ვრიცხავდი თანაც დოკუმენტები ყველაფერი მოხდებოდა რომ ეს არის დივიდენდების მიღებული ფული და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ეს დაფიქსირებული იყო და სააკაშვილის რეჟიმი ეს ძალიან კარგად იცოდა. ალბათ ესეც იყო მიზეზი, საიდან მოვიდა ის მოთხოვნა 5 მილიონის. ერთ-ერთი უდიდესი მიზეზი რა თქმა უნდა. როდესაც თუ იცის ახლა სისტემამ არ აქვს არაფერი რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თქვენ ახსენეთ ბორჯომის მიწის ნაკვეთის გადაფარვასთან დაკავშირებით, აი ეს ცოტა დეტალურად და მისი ჩართულობა იყო ეს და როგორ ნიშნავს ეს შეძენილი მქონდა 3000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც იმ პერიოდში არ იყო ელექტრონული ვერსიები და რატომღაც კოდუას ოჯახმა ეს გადაფარა და პრაქტიკულად მას გადაეფორმა ეს მიწის ნაკვეთი. დავაზუსტოთ, ეს არის დავით კოდუა. არ ვიცი რომელი კოდუა. ოჯახი როცა ამბობთ, ანუ ამ ოჯახს რომელი კოდუა იქნებოდა. და შემდეგ მასთან ჩავედი სასამართლო პროცესებში სხვათა შორის და მე მოვიგე ეს სასამართლო პროცესი, მაგრამ ის გადაფარვა იყო გაკეთებული იმისათვის, რომ ბოლოში ახლა თუ კი მე გამანადგურებდნენ და თქვათ ამ კუთხით დამკაში წავიდოდნენ, ეს მათი იქნებოდა და ეს უკვე გადაფარვა. კი, რა თქმა უნდა. ეს იყო. კი ბატონო. ასევე ბოდიში ასევე ამასთან ერთად კიდევ ვიყავი მესაკუთრე უნივერმაღ სათაფლია, უწინას ეწოდებოდა წყალტუბოში და რო გავიგე რომ ესე იგი ჯერ ჩემთვის განაჩენი ჯერ გლდანში მერვეში ვზივარ ხო და დიდი ვიტრაჟები წარმოგიდგენიათ ესე იგი ყველაფერი შეცვალეს და რემონტი დაიწყეს იმის თქვენ საკუთრებაში ხო ჩემ საკუთრებაში ვყოფ და ვინ დაისაკუთრეს ვინ დაიწყო და ვინ დაისაკუთრა მაგრამ როდესაც გამოვედი ეს უკვე დამხვდა გარემონტებული ეს რაღაცა ხო უნდა დაგიტოვეს საკუთრებაში თუ ეს საკუთრებაში იყო მაგრამ რემონტი დაწყებული იყო აი ეს მინდა ნაგიხსნათ რომ წარმოიდგინეთ უკვე რა მდგომარეობაში ვინ ვიყავი მე მათთვის რომ ეს უკვე გასაღებული მაპატიეთ ამ სიტყვაზე გასაღებული პიროვნება არის და უკვე ნელ-ნელა უვლიდან ამ საკუთრებებს და რაღაცას თითქოს თავიანთი იყო კი ბატონო ბატონი ალუ და ბატონი თენგიზი ბატონი სოზარი კი ბატონო ბანობასო თქვენ ძანეთ რომ ჩემი მეუღლე ორჯერ არაოფიციალურად დააგავისო ეს ამაზე რომ ცოტა დეტალურად და კონკრეტულად რომ გითხრათ და უთხრათ საზოგადოებას რას გულისხმობთ ამაში და რა ფაქტებს ზე არის საუბარი სად მოხდა ვის მიერ მოხდა რატომ მოხდა ეს რომ გითხრათ უბრალოდ დაურეკეს უთხრეს რომ გვინდა გავიგოთ ინფორმაცია დაგეხმაროთ ამბავი ჩამობრძანდით შევხვდით ჩააჯინეს მანქანაში და წაიყვანეს აი ჩამობრძანდი რას ნიშნავს სახლიდან სხვა ქვეყნიდან თუ რა არა აქ იყო ჩემი მეუღლე არ წასულა სანამ შემდეგ გაქცევა არ მოუწია იმიტომ რომ უთხრეს რომ უკვე დაგიჭერენო თქვენ დაკავებული ბრძანდებით და ამ დროს ხდება თქვენ მეუღლის მიმართებაში მე ციხეში ვარ უკვე და ამ დროს ხდება ანუ ერთხელ დაურეკეს მეორეჯერ ზუსტად იგივენაირად ხდება ეს ამბავი ანუ ურეკავენ აი რო გითხრათ თქვენ რო ახსნათ დაურეკეს შეხვდნენ ჩააჯინეს მანქანაში და წაიყვანეს ხო და ვინ დაურეკა სად წაიყვანეს არ ვიცი არც მან არ იცის შემიყვანესო მე მის მოყოლილს ვამბობ შემიყვანეს ოთახში დამაჯინეს შემდეგ ვიღაცები შემოვიდნენ დამიწყეს შეკითხვების დასმა ამბავი და ამის შემდეგ შენობა იყო ეს არ იცის მით უმეტეს ახლა ჩვენ აქ იმ პერიოდში
ახლა უკეთესად ვიცი უკვე თბილისი არ გვიცხოვრია და ამიტომ ძნელი იქნება ჩემგან ანუ დაურეკეს მიიყვანეს დაუსეს შეკითხვები და შემდეგ გაათავისუფლეს შემდეგ განთავისუფლეს ანუ გაუშვეს თვითონ მობრძანდა მე სახში მანქანაში რო ჩასვეს მანქანაში რო ჩასვას დიახ რატომ გაუჩნდა აღქმა აი თქვენ ახლა მტკიცებით ფორმატში ამბობთ ამას რომ დააკავესო იმიტომ რომ უცნობი პირები იყვნენ, ჯერ ერთი, უცნობი პირები იყვნენ, სამოქალაქო სამოსელში, წაიყვანეს, უთხრეს, რომ ასე და ასე. სადმე ყავართო, აი, ურჯერ, ნახეთ, შეხედეთ საქმეზეო. შეხედეთ რა გეუბნებით, გავიდეთ, უყურეთ, მით უმეტეს, თუ იგივენაირ ფაქტზე საუბრობთ თქვენ, ორჯერ იგივენაირად მოხდა, ნახეთ. საზოგადოებასაც გაუჩნდება ლოგიკური კითხვა და ბუნებრივია ჩვენც რომ თუ ერთხელ მოხდა იგივენაირად და დაუშვათ მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდება ხო არ სურს მაგალითად სადმე რო წაყვეს ეკითხება ბუნებრივია პირველ კითხვას რომ იმბრძანდებით სად უნდა წამოყვეთ რატომ უნდა წამოყვეს კაი ერთხელ მოტყუებით დავარქვათ ან თუ იზულება იყო მაშინ უნდა გითხრათ ეს იზულება არ ყოფილა მაგრამ დავასრულებოდი შეხეთ დაკავება როგორც ეგეთ თქვენ როგორც ტიცებით ფორმაში ახსენეთ დაკავება მათ შორის იზულებას გულისხმობს კი ბატონო ხო ანუ ნახეთ ხო თუ იზულება არ ყოფილა მაშინ მოდი თქვენივე მონათხრობიდან ჩვენ აღქმა რა დაგვრჩა ხო ამ კითხვა პასუხის შედეგად არის ის რომ მოტყუებით წაიყვანეს კი დავარქვათ მოტყუება ხო უფრო საღი აზრი სწორი იქნება ხო ასე გამოკვეთეთ ხო იმიტომ რომ ჩვენ აქ სიმართლე გვაინტერესებს ხო ხვდებით და თქვენ თავშივე თხრობა რომ დაიწყეთ სიმართლეზე და მათ შორის ხელი გაქვთ მოწერილი ხო ესე ამიტომ ეხა მეორე ფაქტს და ეპიზოდს რომ ესე იგი მივიდეთ იქამდე თუ ერთხელ მოტყუებით იყო მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდება თუ იგივენაირად ხდება ჩამოვიდა ხდება რომ იგივე სიტუაცია არის ხო ასეთ შემთხვევაში ხა მეორედ ხო უფრო მეტად მომეტებულად სიფრთხილეს გამოიჩენდა ადამიანი ხომ ასეა ხო და აი ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ საზოგადოებას მოუყვეთ ჩვენ რატომ გითხულობთ ამას ნახეთ რომ თუ არ არის ასეთი რამ ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ასე ვთქვათ იმდენი ცოდვა აქვთ რომ ერთით მეტი იქნება ნაკლები იქნება არაფერს არ ცვლის მაგრამ ჩვენთვის ცვლის იმას რომ ჩვენ როდესაც დასკვნას დავწერთ და შემდეგ უკვე ეს თავის ასე ვთქვათ დასკვნა უკვე თავის სათქმელ სიტყვის აქ უნდა იყოს მტკიცებულებაზე და გარემოებებზე დაყრდნობილი ასე ვთქვათ ძალიან მონოლითური დასკვნა ამიტომ ჩვენ ვარაუდების დონეზეც ვერ დაუშვებს ამას თორე იქ ოჯახების მძევლად აყვანა და რაღაცეები თქვენ არ ვიცი რამდენად ადევნებდი თვალყურს მაგრამ ისე არის რომ ეს ამას სისტემური ხასიათი ქონდა მაგრამ თუ თქვენთან არ ყოფილა ასეთი რამ და უბრალოდ მოტყუებას ან სხვა ფორმით ამაზე საუბარი ხო მაშინ ესეც ასე ვთქვათ გასაგები არის ხომ ანუ მეორე ჯერაც მოტყუებით მიიყვანეს თქვენი მეუღლე ეხლა იქ ზეწოლა და რაღაცა არ ყოფილა მაგრამ ამ დროს მე ვიცი რომ იმას იმედს დაუსახავდნენ რომ აი ეს თქვენი ვარაუდია ჩემი ვარაუდი გავიგეთ თუ ვარაუდები რო გვერდით გადავდოთ და ფაქტებს დაუბრუნდეთ თქვენმა მეუღლემ რა გითხრათ აი თქვენ რადგანაც ამას ამბობდით ხო აი პირველ ჯერზე დაუსვეს კითხვები მეორედ აი რა შეიცავდა რას ეკითხებოდნენ რა ინტერესებდა თქვენ უკვე სადაც პატიმარი ბრძანდებით თქვენი თქმით და თქვენი მეუღლე ასე ვთქვათ დიასახლის ბრძანდება და გარეთ არის აი რა შეიცავდა ეს კითხვები რაიმე ზეწოლა ხდებოდა რომ მაგალითად მოთხოვნა იყო რაიმესი რომ თქვენ მეუღლეს ან ინფორმაცია ან ქონება ან სხვა რაიმე სახის ან რა შეიცავდა ეს რომ ამაზე მეტი სიცხადე რომ ზეწოლა არ ყოფილა არავით არის აბა რა ეკითხებოდნენ თქვენი მეუღლე როგორ არის ანუ ესეც თვითონ ზეწოლა არის როდესაც სადღაც წაგიყვანეს არა ეს სხვა ამბავია ამას ჩვენ თვითონ შევაფასებ სხვა არაფერი ისეთი რას ეკითხებოდნენ აი მიიყვანეს და დასვეს და უთხრეს რომ როგორ არის თქვენი მეუღლეო რას ამბობა რას მეკითხებოდნენ ეხლა მე გამიჭირდება ამაზე საუბარი ალბათ სახში რომ მივალ მეუღლეს შევეკითხები ეხლა მან ეს მომიყვა რომ ის ორჯერ აი ასე ვთქვათ წაიყვანეს თქვენთან დაკავშირებით ეკითხებოდნენ ალბათ ხო რაღაცებს არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით ნამდვილად ვერ გეტყვით გავიგეთ და ერთი კითხვაც
თქვენ ამბობდით რომ ერთ-ერთ ეპიზოდზე რომ ჭხრეკა ჩაატარეს. კი, ჭხრეკა ჩაატარეს. თქვენ მეუღლესთან მიმართებაში? არაერთხელ იყო ჭხრეკა. მე რომ დამიჭირეს, იმავე დღეს იყო თუ არა ეს გასაგებია საგამოძიებო მოქმედების ეგრეთ წოდებული მათ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში იქნება. ერთი ინვესტორი ჩემ ბინაში ცხოვრობდა. არა, ნახეთ, თქვენ ბრძანეთ ეხა რომ სპეცდანიშნულებისო მანქანებიო მუდმივადო მეთვალყურეობდნენო. ასე გავიგეთ, ხო, სწორი არის. და ჭხრეკაც ჩაატარესო ჩემს მეუღლესთან. ანუ ეს თქვენი დაკავების შემდეგ ხდება? შემდეგ, ჩემი დაკავების შემდეგ. თქვენ რო დაგაკავეს, თქვენ უკვე დაპატიმრებული ხართ და ერთჩვენიერ დღეს ესე მივიდნენ, კარებზე დააკაკუნეს ან რა ვიცი რა, სხვა ფორმით შედიან სახლში. სწორედ ვიგებთ ჩვენ ამას. შედიან სახლში და ატარებენ იძულებით მოქმედებას, რასაც ჭხრეკა დაარქვეს მათ. რაიმე დოკუმენტი გააცნეს ამასთან დაკავშირებით თქვენ მოხლეს? უთხრეს რომ ესე უნდა გვინდა უბრალოდ და რა უთხრეს ვინა ვართო, რა უწყებიდან ვართო? მე როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა, შემოვიდნენ იმ მეორე დღეს შემოვიდნენ ჩემი ინვესტორი, ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ჩემს ბინაში იყო და იმან რა თქმა უნდა, როდესაც უკვე მეორე დღეს რესტორან ბაბილონში ბანკეტი უნდა ყოფილიყო და ეს რომ დაინახა ჩემს მის მათ წინაშე 7 ინვესტორი მყავდა ერთად და რა თქმა უნდა მეორე დღესვე დატოვა საქართველო და მეორე დღეს მისი თანდასწრებით რომელი მეორე დღეს არის ბაბილონში? ანუ ჩემი დაჭერის დროს. თქვენი დაჭერის შემდეგ უკაცრავად. თქვენი დაკავებიდან მეორე დღეს ხდება? მეორე დღეს ჩაატარეს ჭხრეკა. გავიგეთ, მადლობა. ეგ არის. არავით არის დოკუმენტები და რამე იქ არ ყოფილა. ბატონო თენგის. ბატონოსარიონ, ესე იგი, ჩვენ აქ ბევრი სხვა საქმე მოვისმინეთ. ბევრი ისედაც მსმენია, რომელიც რა თქმა უნდა აქ არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული კატეგორიის ადამიანებზე, განსაკუთრებით თქვა ბიზნესმენებზე, სხვა ტიპის ზეწოლები ხორციელებოდა, თქვა ემუქრებოდნენ, შეიძლება შენი ცოლი დავაგავოთ, ან შვილს რაღაცა შევამთხვიოთ. მაგრამ პირველად მოვისმინეთ, რომ ასეთი სადისტური მეთოდებით ხანძრული დროის განმავლობაში ფიზიკურად ეწამებინათ ამ კატეგორიის ადამიანი. ესე იგი, პირდაპირ ცემაზე გადასულიყვნენ. არ ვიცი, კიდე ცემის გარდა ბიზნესმენებზე არა, მაგრამ სხვა კატეგორიის ხალხზე ელექტროშოკებსაც და რაღაც საწამებელ ინსტრუმენტებსაც იყენებდნენ. და აი რა გამონას ამ 5 მილიონის გამოძალვის ცდელობა იყო ეს ყოველდღიური თუ არა რაღაცა პერიოდული დიდი ახლო პერიოდებით ეს წამების ფაქტები და ცემის ფაქტები. იმიტომ რომ რაღაცა კატეგორიას მაგალითად ვისაც ედავებოდნენ ზოგს ტერორისტული აქტის მომზადებას აბრალებდნენ, ზოგს რაღაცა იარაღის უკანონმდებლობას ედავებოდნენ, ზოგს ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ ხოლმე თითქოს მათ ნარკოტიკი ჰქონდათ. ასეთი კატეგორიის ადამიანების ცემის ფაქტები მოვისმინეთ, მაგრამ აი ბიზნესმენი და მithumetes მეცნიერებათა დოქტორის ასეთი ცემატყება პირველად მოვისმინე ნამდვილად. მე არ გამოვიწყებ რომ კიდე იყოს და ამ ფაქტების შესახებ გავიგოთ, მაგრამ აქ ყოველ შემთხვევაში კომისიაზე პირველად მოვისმინეთ ეს. რატო გამეცინა ახლა? გლდანში პროფესორს მეძახდნენ უკვე როგორც კლიჩკა ზედმეტი სახელი. შენ მართლა პროფესორი ხარ? ასეთი ძალიან ხშირად იყო. ნახეთ, ფულის ამბავი რაც თქვენ შემეკითხეთ, პატივცემულო, იყო ასე. ეს ხერხდებოდა ყველაფერი ადვოკატების პირით. მიმდინარეობდა თანმიმდევრული ვთქვათ ჩათვალეთ გამოძალვა. ანუ ეხლა ჩემი მატერიალური იმ პერიოდის შესაძლებლობები იცოდნენ, როგორც მოგახსენეთ. ამიტომ ანუ 150,000 $10 უნდა გადაიხადო და საპროცესოს გაგიფორმებინო. მე გამოგზავნილი მაქვს და ერთ-ერთ დოკუმენტში მაგი არის ჩემი ხელის მოწერით. იმად გამოაგზავნე ძალიან არ შეიძლებოდა იქიდან რამის გამოგზავნა. და აქედან გამომდინარე მე ნათქვამი მქონდა არც ერთი ლარი
რა ქვია იმას საპროცესო შეთანხმებისთვის არც ერთი ლარი ამაზე მე კატეგორიულად ანუ ეს მე ვიცოდი რომ ეს აღიარებას ნიშნავდა რომ მე დამნაშავე ვარ და აქედან გამომდინარე იყო მაგრამ ჩემი ოჯახი ელაპარაკებოდა მათ მე ცოცხალი უნდოდი სახში გავსულიყავი ამიტომ იმათი საუბრებიდან ვიცი რომ ჯერ იყო 150,000 შემდეგ უთხრეს კი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ დათანხმდეს შემდეგ წავიდა გაიზარდა ეს ვთქვათ თანხები და აი როგორც გითხარით ბოლოში გიორგი მშვენიარაძემ 5 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადო და თანაცო საპროცესოს ხელი უნდა მოაწერო ესე იგი ამაზე დაუთანხმებლობა იყო ეს ყოველდღიური წამების კი ბატონო და თანაც რასაც მაყურებიებდნენ ახლა მე ხელით გასაგებია კი ბატონო რასაც გაყურებდნენ ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მაგრამ ისედაც უშუალოდ თქვენზეც სახტები კი ბატონო ასე ბოლო ყველაფერი ამ ფულის გამოძალვასთან მივიდა მხოლოდ და მხოლოდ მეტი სხვა არაფერი გასაგებია ბატონო რიტორიკული კითხვაა შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიკითხო, სანამ ბატონი სოზარი იტყვის თავის სათქმელს. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე. დიახ. დღეს სად არის ეს გიორგი მშვენიერაძე? ხო არ მოგხვედრიათ მე არ ვიცი, არსად, იმის შემდეგ მე არავისთან არავითარი კონტაქტი არ მქონია. კონტაქტი არ გქონიათ. მივეცი ჩემი თავი ამ სიტუაციაში დავიწყებას და ყოველივე აი ასეთი წამება და იმის შემდეგ მაინც მე ერთი დღე არ გამითევია სადმე ჩემს ახალგაზრდობაში და რაღაცა მილიციის იმაში და იქ ლექსების წერა დავიწყე რაღაცების გამოძერწვა დავიწყე ამითი ძალიან ესე იგი დრო დააკავეთ კი ბატონი ირაკლის უნდა ზოგიერთი ბადრაგები ძალიან პატივისმცემდნენ ჩუმად რომ აი როგორი და რაფერ და რაღაცა დამბა ერთი რა მაინტერესებს იცით მესმის რომ საპროცესო შეთანხმებები ხდება და კანონით იყო ეს რეგლამენტირებული და თქვათ აქ არაფერი ისეთი არ არის ხო მოლდის ადვოკატი და გთავაზობს აი პროკურატურასთან მოლაპარაკებით შეგვიძლია ესა და ეს აი რომ ამბობთ მოვიდა ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე და მეუბნება 5 მილიონი გადაიხადე ეს რა ფორმით იყო ნათქვამი ანუ საპროცესო შეთანხმებაზე თხოვდნენ 5 მილიონს ხო კი ბატონო მაგის გარკვევა მინდოდა ბატონებო თუ წინააღმდეგი არ იქნებით მე სამდივნოს თხოვ რომ ფოტო გაჩვენოთ და გითხრათ ეს არის თუ არა ის ადვოკატი ხო ესე იგი საუბარია იმ გიორგი მშვენიერაძეზე რომელიც ახლა ცდილობს კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას არის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ცდილობს ქართული ოცნების ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღებას და გარე ძალების დავალებებს ასრულებს იმისათვის რომ სააკაშვილი დააბრუნოს იქ სადაც იყო ეს გიორგი მშვენიერაძე იყო თქვენი ადვოკატი და ერთ-ერთი ნახეთ გეტყვით ვინ იყო აი მისი ფუნქცია ძალიან კონკრეტულად რომ აღვიწეროთ სულ ორჯერ შემოვიდა ჩემთან რა ქონდა საქმე ჩემ ოჯახს არ ჰყავდა ის როგორც თქვათ ადვოკატი აყვანილი რაღაცა მოხდა ერთჯერადი თუ ორჯერადი ჩემთან შემოსვლა მეტი არა თქვენი ოჯახის არჩევანი ის არ ყოფილა არის და რომ მოვიდა ციხეში რა სტატუსით მოვიდა და ადვოკატის გამარჯობა ბატონობესო მე ციხეში მოვედი ვარ თქვენი ადვოკატი აი თქვენმა მეგობრებმა იქიდან მოსკოვიდან ვიღაცებმა ამბავ მოსკოვიდან და გამომაგზავნესო გიორგი მშვენიერაძე დობის ფაქტორი და რაღაცა და ამბავი და ამის შემდეგ და სათქმელი რა ქონდა იმ ორ შეხვედრაში სათქმელი ქონდა ის რომ საპროცესო გარიგება და ყველა ქონებების დათმობა და 5 მილიონი გიორგი მშვენიერაძე დათმე ქონებები და პირში დავადგები ნებისმიერ დროს პირზე დაადგებით კი ბატონო ესე იგი პარალ თან ეს გიორგი მშვენიერაძე ამ 5 მილიონზე გელაპარაკებოდა და თან პარალელურად ფიზიკური ზეწოლა ხდებოდა ამის პარალელურად ციხეში ხო ეს მე მოგახსენეთ რომ ყოველივე დღე ეს იყო ჩემთვის წამება და რა თქმა უნდა ფიზიკური ცემაც და ყველაფერი ანუ როდესაც თქვათ
მე-16-ში მაშინ ცხვედიანი იყო ისა ციხის უფროსი. ხო და უკვე აქ მოხვედრილი მქონდა მე ის ბოთლი და დაზიანებული მქონდა მხარი. ხო და ისე ჩამარტყა ხელი აი ამაში. ანუ პრაქტიკულად დავემხვე ძირს, როდესაც არ ელოდები, ისე ძალაც და ყველაფერი შემწევდა კაცო, მაგრამ იმ მომენტში ისე ანუ ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი იყო, ძალიან ბევრი. მაგრამ რასიზამთ. ეს ჩემთვის არაა გასაკვირი, იმიტომ რომ იმდენი ხალხი აწამეს და ციხეს ძალიან ძლიერი და მსმენელი ყურები აქვს. ეგრევე ჩვენთან მოდიოდა ინფორმაცია თუ რა ხდებოდა სხვა ციხეებში და როგორ იყო და რაღაცა და ამბავი და ამიტომ მე ყოველივე ადამიანს აქვს თავისი განცდა, თავის ვთქვათ ცხოვრებაში, მაგრამ ამ დროს მე ვიცი რომ 100 ჯერ და 1000 ჯერ მეტი გადაიტანა სხვებმა და თანაც მე სიკვდილ შერიგებული ვიყავი როგორც მოგახსენეთ. მაგრამ იქ რაც ხდებოდა ძალიან კარგად ვიცი და ციხე ჩემთვის ბჭყალებში ეგრეთ წოდებული აკადემია აღმოჩნდა, რამაც პრაქტიკულად შემდეგ აი გამიხსნა მე ახლა სხვადასხვა მონოგრაფიების და ეკონომიკური თემატიკის რუსულენოვანი სახელმძღვანელოც არის ჩემი ხვინთელიანი წარმოიდგინეთ, სადაც თეორიული ეკონომიკის მეცნიერება არის ინსტიტუტებში ბესარიონ ხვინთელიანის ავტორობით არის წიგნი, რომელიც ისწავლება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ეს თეორიული ეკონომიკა არის და აქედან გამომდინარე მე პრაქტიკულად 10 კლასის განათლება მხოლოდ აფხაზეთში მიღებული, ამის შემდეგ ციხე ჩემთვის გამოდგა როგორც ვთქვათ უკვე აქაური ქართული როგორც არე გაკვეთილი კი ბატონო ბატონი სოზარი აკადემია ბატონო ბესარიონ მოკლედ ის ადამიანი რომელიც მას თქვენ პრაქტიკულად რომლის თაღლითური ქმედებებით თქვენ საბოლოოდ აღმოჩნდით ციხეში, ხელისუფლება ვისაც იყენებდა თქვენს და როგორც ჩანს არ მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ ალექსანდრე ხალაკვაძე. ეს ადამიანი 2022 წელს, აი სულ რაღაც 13 წლის წინ იქნა დაკავებული, იმიტომ რომ თაღლითური გზით 500.000 კვადრატული მეტრი მიწა ყალბი მინდობილობით გადაიფორმა თავის სახელზე. ამ მიწის მფლობელი იყო ასევე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე თურქეთელი ქართველი აჰმედ აქისკალ გოჩიტიძე, ჩვენებურს რო ეძახიან, ჩვენებურებს თურქეთის ქართველებს. აი ეს ადამიანი, ის ადამიანი, რომელსაც იყენებდა სხვების წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლება, დანაშაულისთვის აღმოჩნდა დაკავებული დღეს ისევ პროფესიონალი თაღლითი დიახ. მეორე, ასევე თქვენ თქვით, რომ თქვენი მეუღლე ორჯერ არაფორმალურად ყავდათ დაკავებული, ჩვენ რამდენჯერ ვახსენეთ ამ დღეების განმავლობაში, რომ ეს მძევლები ოჯახის წევრების ზეულა დაყვანა და ზეწოლა ამითი დაკავებულ ადამიანებზე იყო სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ხელწერა, თუმცა აქვე გამოჩნდა კიდევ ერთხელ თქვენს ნათქვამში, რაც ძალიან ბევრ საქმეში დავინახეთ, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი არა მხოლოდ მისი თანაგუნდელები და თანამძრახველები, არამედ მთელი ოჯახი იყო ჩაბმული აი ამ კრიმინალურ ისტორიებში, ქონებების წარქმევებში. დედა გიული ალასანია, ბიძა თემურ ალასანია, ბიძაშვილი ნიკოლოზ ალასანია, დავით სააკაშვილი, უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა მისი სახელი და ესეც კიდე კარგად მეტყველებს რა ტიპის რეჟიმთან გქონდა საქმე და მესამე უკვე კითხვაზე გადავალ, როგორც სანამ კითხვაზე გადავალ, უბრალოდ აი ციხეში რაც ხდებოდა, ძალიან ბევრი ისტორია მოვისმინეთ უმძიმესი წამებების, ძალიან ბევრი სადაც ვიცოდით რაც ხდებოდა არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ათეულობით და მათ შორის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ რაც ხდებოდა ციხეებში, ეს იყო სისტემური და სისტემატიური დანაშაული. სისტემური დანაშაულის არსებობა სააკაშვილმაც კი აღიარა, იძულებული გახდა ეღიარებინა ციხის კადრების შემდეგ, ეგრეთ წოდებული ციხის კადრები, როდესაც მან თქვა, რომ მათ
გაეპარათ ბრწყალებში კი, მახსოვს, მან ესე თქვა ციხეში სისტემური დანაშაული თუმცა კი არ გაეპარათ არამედ ეს იყო სისტემური დანაშაული რომელიც მათ შექმნეს თუმცა მათ ისინი დღემდე ამართლებენ ამას ამ სისტემურ დანაშაულს ადამიანების წამებს კი ზოგჯერ ამბობენ რომ გადავამეტეთო მაგრამ მაინც ამართლებენ როცა ისინი ამბობენ რომ ნუ ებრძოდით კრიმინალს და რა გვექნა ზოგჯერ შეიძლება გადაჭარბება ყოფილიყო ციხეში ამ კრიმინალთან ბრძოლას ამართლებენ როგორც თქვათ ქურდულ სამყაროსთან მაყურებლებთან და ასე შემდეგ ბრძოლას თუმცა ვიცით რომ სინამდვილე შესასე არ იყო აი თქვენც ახსენეთ რომ ციხეში იყვნენ მაყურებლები რომლებიც დაგიპირისპირეს თქვენ ეს ლაპარაკი არის არა 2004 წელზე 2005 წელზე როცა თქვათ ებრძოდნენ და ჯერ კიდევ ვერ ხავდათ გატეხილი წელში არამედ 2010-2011 წლებზე ხო თუ უკვე 12 წელია მე 12-ში გამოვიდა 2012 წელს ესე მაყურებლები იყვნენ იქ ერთი ეს ამბავი ცოტა კარგად აგვიხსენეთ ნახეთ ახლა სასწაული ყოველივე სართულს თავისი მაყურებელი ჰყავდა ტელეფონს თავისი მაყურებელი ჰყავდა სადაც ბარათებით ვყიდულობთ ბარათს და იმით ვრეკავდით მედპუნქტს თავისი მაყურებელი ჰყავდა ანუ მაყურებელი რა შეჭირდებოდა იქ რომ რიგი და რაღაცა და ერთმანეთში რო არ მომხდარიყო მე გეტყვით პირდაპირ რომ პრაქტიკულად ციხეს მართავდნენ მაყურებლები კრიმინალური მაყურებლები მეგრეთ წოდებული ახლა ვიღაცები ისეთი იქ ჩუბიც მომივიდა მე ახლა წარმოიდგინეთ თუ საჭირო ამასაც მოგიყვებით მაგრამ მაყურებლები წარმოიდგინეთ როდესაც როგორც გითხარით სხვადასხვა რეგიონებიდან ცალკე მაყურებლები ანუ შენ თუ იყავი იმერელი იმერეთის მაყურებელი იყო მე როგორც სვანი ძირი და ფესვი სვანების მაყურებელი იყო სამეგრელოს მაყურებელი და ასე შემდეგ ანუ პრაქტიკულად ერარქიული სისტემა პირამიდული სისტემა იყო და ეს იყო იმ დროს როდესაც დემოკრატიის შუქურა მთელ სამყაროს აი ასე მაგრად და კარგად ელაპარაკებოდა ეს კრიმინალური სტრუქტურა იერარქიული კრიმინალური სტრუქტურა იმართებოდა ციხიდან ადმინისტრაციისგან თუ იმართებოდა ადმინისტრაციისგანაც და ამ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებისგანაც ვერ ვიტყვი მაგრამ ის რომ ისინი ციხიდან იმართებოდნენ და ციხესთან ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობები ამას ყველა ხედავდა ანუ კრიმინალური სამყაროდან არა მე ვამბობ ციხესთან ჰქონდა ადმინისტრაციასთან ჰქონდათ პირდაპირ და ეხლა იქით ვინ როგორ იყო მე ეს როგორ არ შემიძლია ამაზე ვერ ვიტყვი იმიტომ რომ მაგრამ იმას რასაც შიგნით ხედავდით რა თქმა უნდა იმათ ჰქონდათ ურთიერთობები ეგ ჩვენ ვიცით სამაგიეროდ იმიტომ რომ მართლა წელიწადში ორჯერ აკეთებდნენ მთელი ამ მაყურებლების შეკრებას ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა მე დავალება ის კი არ იყო რომ ორი მთელი ეს ნახევარწელი როგორ უნდა მოქცეულიყვნენ დავალების მიცემა იყო რომ აი ეს ადამიანი არის კრიმინალური სამყაროს მიერ დანიშნული სადღაც მაყურებლად რომელსაც უნდა დაემორჩილოს ეს ციხე და ბუნებრივია ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ადმინისტრაციასთან ასე ხდებოდა და თქვენმა ნათქვამად პრაქტიკულად დაადასტურა იგივე კი ბატონო ჩემ ცხოვრებაში პირველად გავიგე როდესაც ადვოკატთან მივდიოდი იქ ვიღაც რო ხვეტავდა მოვიდა ჩემთან და ხელი ჩამომართვა მაგრამ იქ ყველანი მიყურებდნენ და ბაბუ მეორეჯერ არ დაგინახო ასეო იმასო ხელი რო ჩამოვართვა ვინმესო მე ვთხარ რატომ ეთქი ახლა მაპატიეთ ხო რას ქვიაო კაცო მერეო შენო აქ ხელს არ ჩამოგართვიან ეს ლიბერასტების ამბავი წარმოიდგინეთ და პირველად ჩემ ცხოვრებაში გავიგე სიტყვა ქათამი მე ვთხარი რა არის მეთქი რას ქვია ეს მაყურებელმა მოგცათ ეს შენიშვნა არა ჩემმა თანამოსაკნემ თუ კი შენ ასეთ ხალხს ხელს ჩამო მე ვთხარი მე რა ვიცი რა არის მეთქი მე რომ ამიხსენს ეს ჩემთვის ასწავლელი და წარმოიდგინეთ თქვენ რომ 500 ადამიანი ასეთი ცალკე კიდევ იყო ეს ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო როდესაც რომ იმათ არ უშვებდნენ გარეთ სასეირნოდ როდესაც ჩვენ გავდიოდით და ერთხელ შემთხვევით ასე ხელი ჩამომართვა და მე ჩამოვართვი ხელი და ამას მთელი ამბავი მოხდა მე რომ არასდროს თუ კი ამ დროს გადიხარ და იქ ვინც ხვეტავს იმათ ხელი არ ჩამოვართვა გასაგებია ბატონო ბესო თქვენ რამე ხომ არ დაგრჩათ
ბევრი გაქვთ ალბათ კიდევ სათქმელი, მაგრამ ისეთი რისი გამოტოვებაც დღეს ხდომაზე არ გნებავდათ და აუცილებლად გინდოდათ გეთქვათ, რამე ხომ არ გამოგრჩათ. სანამ ხდომას დავხურავთ. ეხლა ვთქვათ, რომ კიდევ რაღაცები ძალიან ბევრი არის სათქმელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ჯერ და ძირითადი თქვი, ამიტომ მე მგონი რომ უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობელი ვარ ქალბატონო თავმჯდომარე პატივცემულო კომისიის წევრებო. დიდი მადლობელი ვარ რომ მე დღეს აი აქ ამდენი წელიწადი მე ვღებულობდი გამოცდებს და ყოველთვის ვამხნევებდი ჩემს სტუდენტებს რომ ვთქვათ ნორმალურად დღეს მე არ ვიცი ახლა ჩავაბარე გამოსა თუ არ ჩავაბარე, მაგრამ რაც ცხოვრება დამრჩენია, მე მადლობელი ვიქნები ამ კომისიის, მე არ მაქვს არავითარი სხვა რაღაც ახლა პური და სიცოცხლე მაქვს და ჩემი ოჯახი კარგად არის და ეს ჩემთვის საკმარისია და აქედან გამომდინარე ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, როდესაც გამოვედი, ცხონებული სოსო ჯაჭვლიანი ჩემთან იყო შემოსული და ის შემხვდა მაშინ და ამ დროს დაგირეკეს ბატონო სოზარ თქვენ ტელეფონით და მე დამალაპარაკეს და მე ვთქვარ დიდება ღმერთს რომ სამართალის ნიავმა დაუბერა მეთქი საქართველოს ასე გითხარით მე თქვენ ტელეფონში მაშინ ეს იყო ჩვენი მაშინდელი პირველი და ბოლო ვთქვათ დიალოგი მაშინ არ გიცნობდით და დღეს გაგიცანით და მოხარული ვარ ამითი ძალიან და რომ ნამდვილად ეს სამართლიანობის აღდგენა დღეს ნამდვილად ჭირდება საქართველოს მე მესმის რომ ყველაფერი ხელათვე არ კეთდება რამე თუ სახლის აშენებას მთელი ცხოვრება სჭირდება და დაწვას 1 ლიტრა ბენზინიც საკმარისია და ერთ დღეში ის არ იქნება ამიტომ რადგანაც ეს პროცესები დაიწყო საქართველოში ეს დიდ ბენეფიტს და დიდ მიზანს უსახავს ჩვენ ქვეყანას და ამისათვის მე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო. მადლობა თქვენ ბატონო ბესარიონ იმისთვის რომ არ გატყდით ძალიან ცოტა იქნებოდა ალბათ ადამიანი ვინც შეძლებდა რომ შეწყალების დოკუმენტზე ხელი არ მოეწერა პატიმარს, ნაცემს, ნაწამებს და უარი ეთქვა სახლში წასვლაზე იმიტომ რომ დაეცვა საკუთარი სიმართლე. მადლობა ამ ბრძოლისთვის თქვენს მეუღლეს ოჯახს წარმატებებს გისურვებთ და შეუერთდები იმ პათოსს, რა პათოსითაც ბატონმა ილია-ინჯიამ კითხვა დასვა, რომ გული ხო არ აიცრუეთ საკუთარ ქვეყანაზეო, სააკაშვილის მავნებლური რეჟიმის გამო და თქვენ ცალსახად თქვით, რომ პირიქით ჩვენ კიდევ მეტად დაუდექით ჩვენ სამშობლოს გვერდშიო შვილებიანათო და მადლობა ამისთვის. ჩვენ დღევანდელი ხდომა უნდა დავხუროთ, მძიმე ხდომა იყო დღესაც, უფრო ხანგრძლივი ვიდრე სხვა ხდომები წინა დღეებში. ამიტომ ჩვენს მხარდამჭერ ჯგუფს საპარლამენტო არხს, რომელიც აშუქებდა დღევანდელ ხდომას, ტელეკომპანია მაესტროს, პარლამენტის თითოეულ თანამშრომელს და რასაკვირველია ჩემს კოლეგებს, კომისიის წევრებს, მადლობას ვუხდი გამძლეობისთვის და გემშვიდობებით ორშაბათამდე ჩვენ ორშაბათს გავხსნით ხდომას 2011 წლის 26 მაისის თემის შესწავლით და გვეყოლებიან ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო პირები, ვინც გვიამბობენ თუ 2011 წლის 26 მაისის გამთენიას ღამით რა ჩაიდინა სააკაშვილმა და როგორ This video was brought to you by Ground News.